გამარჯობა ყველა 13 საათი შესრულდა სრულიად საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია ეთერში ვიწყებთ გადაცემას როგორ ომახიანად დიდი შესვენება აბა აუცილებლად იმიტომ რომ ყოველთვის გადამდებია დადებითი ენერგეტიკა და ჩვენი თავარი მიზანია ჩვენი ერთგული ტელემაყურებელი აღვავსოთ მხოლოდ პოზიტიური და დადებითი ემოციებით მოდით ნახოთ თუ რა თემები გველდება დღეს გადაცემაში და მალე დაგიბრუნდებით 18 ნოემბერს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. სტუმრად მე-16 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი მაგდა მათითაიშვილი. სიყვარულის ბიოქიმია. გადაცემაში სტუმრად ფსიქოლოგი რუსუდან კეჭეღმაძე. როგორია ურთიერთობები ერთ სამუშაო სივრცეში. თემაზე ვრცლად ისაუბრებენ გეოგრაფიის მასწავლებელი მანანა ინწკირველი და ზურაბ ქარცივაძე. და ბოლოს როგორ მივაღწიოთ წარმატებას სახელოვნებო სფეროში. თემაზე ვრცლად ისაუბრებს მუსიკოსი ნიკა მელაძე. ანი ნინიძე და გიორგი წულაევი იქნებით თქვენთან ერთად, როგორც დაგვირდით ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, რაც ანონსიდან შეიტყვით, მინდა გითხრათ, რომ თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა მასწავლებლების ეროვნული პრემიის დაჯილდოების გალა ცერემონიალი და გამარჯვებული გახდა ქალბატონი მაგდა მათითაიშვილი მე-16 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, რომელსაც ახლა ღია ეთერში მოვუწევთ თქვენთან სასაუბროდ. ჩვენი ხშირი სტუმარი. გილოცავთ. აი ამ გრანდიოზულ აღიარებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, ხო? ნამდვილად დაფასდა ის ღვაწლი, რომელსაც თქვენ გასწევთ ხოლმე ჩვენი რეგიონისთვის, ბათუმისთვის, აჭარის რეგიონისთვის. მოგვიყვებით პირველ რიგში ცერემონიალის შესახებ, როგორ ჩაიარა, ელოდით თუ არა ამ გამარჯვებას. პროში მოგესალმები კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრ ყოველთვის მანებივრებთ თქვენს გადაცემაში მოწვევით. დიახ, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, არ ვიცი, აი რაღაც ისეთ კონსონანსო და ამაღლებული განწყობა დამოუკიდებლად, როდესაც აი ამ საუკეთესო ათეულში დავსახელდი და ეს იყო, არ ვიცი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამისოს ამ დაფასებისთვის, ასევე ჩემი არაჩვეულებრივი სკოლის მე-16 საჯარო სკოლის არაჩვეულებრივ დირექტორს ქალბატონ ცირა ქობულაძის დაფასებისთვის, დობისთვის და წარდგენისთვის და მინდა აღნიშნო, რომ ეს ჯილდო პირველ რიგში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი мотиваცია რომ მუდამ აკეთო მაქსიმუმი და ასევე არის ძალიან დიდი აღიარება და ძალიან ბედნიერი ვარ რომ წილად ხვდა ეს მე და მინდა აღნიშნო რომ ეს ჯილდო რომელიც აი თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი ყოველთვის ვამბობ რომ ეს არის თითოეული ჩემი მოსწავლის წარმატება ჩანს აი ამ ჯილდოში იმიტომ რომ მე ეს ჯილდო მათი წყალობით დავიმსახურე და ძალიან მადლიერი ვარ მათი და ყოველთვის ვეცდები რომ ვაკეთო ყოველთვის მაქსიმუმი იმისთვის რომ საინტერესო და შემოქმედებითი გარემო შეუქმნათ რაც რათა არ დაავიწყეთ მათ ყოველი მუსიკის გაკვეთილი. ქალბატონო მაგდა, არაერთხელ ყოფილ ხართ ჩვენი სტუმარი, მუდამ საუბრობთ თქვენს წარმატებაზე, ხან საიდან ბრუნდებით გამარჯვებული, ხან საიდან და ფაქტობრივად ელჩები ხართ ხო ჩვენი ქვეყნიდან. არასდროს გვიკითხავს იმის შესახებ, როდის გადაწყვიტეთ პედაგოგობა, რატომ გადაწყვიტეთ, რა გარემოებებმა შეუწყო ამას ხელი. მოდით აი დავბრუნდეთ წარსულში და გავიგოთ უფრო მეტი ქალბატონი მაგდას შესახებ. დიახ, ეხლა ნახეთ ბავშვობაში ძალიან მიზიდა და თვითონ პროფესია მასწავლებლობა, არა კონკრეტულად მუსიკის მასწავლებლობა, ზოგადად პროფესია მასწავლებლობა. აი დედის სამოს მოვირგებდი ხოლმე, მაღალხსენებსაც ჩავიცმევდი და აი ეს იმიჯი მასწავლების იმიჯი თქვა სათვალეებსაც გავეკეთებდი და ერთ-ერთი მოსწავლე მეჯდა სახში, ეს იყო ჩემი დაიკო, რომელიც ყველა სიაც ჰქონდა გაკეთებული, ჩემი კლასელების სია და აი ყველა სიის გამოძახებდა და ჩემი დაიკო იყო ამ ასე თქვა სახელი გვარის ფლობელი. ეს რეპეტიციები დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ხო? მე პრაქტიკა ჰქონდა კარადა, სადაც აი კარადაზე თქვა ცარცით წერდით, თქვა მათემატიკის მაგალითებს ან ქართულ. კონკრეტულად მუსიკაზე აქცენტი არ იყო, მაგრამ ნახეთ მუსიკისკენ მიდრეკილება როგორ წავ, ჯერ გენეტიკად დავიწყო, რომ ჩემი ძალიან დიდი ბაბუა, 7 კაცის სოლისტი იყო და ძალიან დიდი მეკრიმანჭული იყო. დღეს მისი ხმა ოქროს დისკშია შესული, ასევე ჩემი ბებო არაჩვეული მეჩონგური იყო
იყო და მოკლედ გენეტიკამ თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მუსიკის საგნის მიმართ, აი ბატონ ჯანო კახიძე თქვენ მოგესალმებით არაჩვეულებრივი დირიჟორი იყო, მას ჰქონდა სატელევიზიო საბავშვო გადაცემა ყოველ კვირას გადიოდა და მე ამას ტელევიზიით უცქებდი ხოლმე, ველოდებოდი აი ამ დღეს და მახსოვს რომ თავის საორკესტრო დარბაზში მოყავდა ახალგაზრდა პატარა ბავშვები და ასწავლიდა ხელის პლასტიკას, დირიჟორობას, ასმეინებდა ცოცხალ ინსტრუმენტებს და ის იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უცებ თქვა ესეთი ფრაზა, ვის სურს ეხლა რომ ამოვიდეს და ამ დროს ავწია მე ხელი და რომ გავაცნობი რომ ეკრანთან ვიყავი, აი რაღაც ესეთი გული დამწყდა, რომ აი მე იმ დარბაზში არ ვიყავ. ამიტომ ინტერესი გაღვივდა აქედან მუსიკისადმი, რომ მე ყოფილიყავი მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში. აი როგორ დაიწყეთ ეს პირველი საფეხურები მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, რომელ ინსტრუმენტზე დაკვრით და ბოლოს უკვე ქორმაისტერობამდე გზა? დიახ, პირველში ჩემ მშობლებს უმადლი, ძალიან ჩემ მამას დიდი მადლობა, ჩემ ზედას, იმიტომ რომ სწორი არჩევა, მიუხედავად მე უფრო ხატვა მიტაცებდა, მაინც მშობლების გადაწყვეტილება იყო, რომ მე მუსიკის გზას უნდა გავყიდო, რომ მაინც გენეტიკა მიდიოდა ჩვენი მუსიცირების, absolut ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს და დღეს თუ მე მქვია მუსიკის საგნის პედაგოგი, ეს ჩემი მშობლებიდან წამოვიდა. შემდეგ რა თქმა უნდა განვითარდა ჩემი ნატო რაგვენიცი ალბათ მოგეხსენებათ. მისი დახმარებაც იყო შესაბამისად, რომ დაინახა ჩემში უფრო საგუნდო მიმართულებით პოტენციალი. ამიტომ უკვე როდესაც დავამთავრე სამუსიკო სკოლა, მე უკვე ტექნიკუმი დავამთავრე მუსიკალური, უკვე არჩევანი გავაკეთე დირიჟორობას, იმიტომ რომ აი როგორც ჯანო კახიძის გაკვეთილება ჩემზე მიზდა და მე იქ მსურდა რომ დარბაზში ავსულიყავი და ორკესტრი მემართა, აი ამიტომ არჩევანი უკვე გაკეთდა გუნდს. აი რა უნარებს უნდა ფლობდეს დირიჟორი? საინტერესოა. გარდა იმისა, რომ უნდა კონდეს სმენა, უყვარდეს მუსიკა, შეიძლება იყოს კარგი პედაგოგი, მაგრამ დამორჩილება ამ ხელა გუნდის და ერთ ტალღაზე გადაყვანა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ძალიან რთულია და ამას ისე ოსტატურად და ჰაეროვნად აკეთებთ, რომ ვიღაცა შეფეგოს ეს მარტივია და რეალურად ამის უკან დგას დარწმუნებული რკინის ნერვები და კიდევ ბევრი ფაქტორი. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რა თქმა უნდა, ეს მუსიკალური უნარები ყველაფერი უნდა გააჩეს, მუსიკალური მეხსიერება, ეს ცოდნა აი ამ პროფესიისას, მაგრამ განსაკუთრებით დისციპლინა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ დისციპლინა მოწესრიგებულია, აი კოლექტივში იქნება თუ დაუშვათ ბავშვებთან, უკვე ყველაფერი რადიკალურად ძალიან კარგი მიმართულებით მიდის, იმიტომ რომ დისციპლინის გარეშე არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ მე ერთი ვარ, ისინი ძალიან ბევრი არიან. ამიტომ გვაქვს ეს ძალიან კარგი დამოკიდებულება, მე მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, რომ ძალიან კარგად ესმით ჩემი და ძალიან ის ნიუანსები, რომელზეც მე ვაკეთებ, თქვა, ქცევის წესებთან დაკავშირებით, ეს მათთვის ძალიან მისაღები ეს ფორმა და მომწონს, რომ ესეთ ახალგაზრდებს აქვთ ამის მიმართ ესეთი საინტერესო გაგება. ქალბატონო მაგდა, საინტერესოა, რამდენად ხშირად იმართება, მე სამწუხაროდ ვერ ვესწრები, შესაძლოა არ ვფლობდი ინფორმაციას, საორკესტრო პერფორმანსები, წარმოდგენები ჩვენს ქალაქში, საქართველოში ან გასტროლები თუ გაქვთ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც ვიცი, დასწრება ყოველთვის მაღალი წარმოდგენით მიმდინარეობს, სხვა აშლაგით მიმდინარეობს. მე მაგალითად დიდი ხანია არ ყოფილა საორკესტრო წარმოდგენებზე ჩვენს ქალაქში. აი, მომდენო კონცერტი ბათუმში როდის გაიმართება მაგალითად? აი, საორკესტრო კუთხით გულისხმობ? აი, დიახ. ხო, დიახ, ნახეთ, ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ის მაინც გუნდთან მუშაობა ეს ჩემი სფეროა, მაგრამ საორკესტრო კუთხით, აი, მაგალითად მე ძალიან ხშირად მოსწავლეები მივყავს ხოლმე რეპეტიციას ვასწრებ ხოლმე ეს. ვასწრებ, იმიტომ რომ დაინახონ ორკესტრის თითოეული ჟღერადობა, ინსტრუმენტის ჟღერადობა მეტად გაითავისონ და ძალიან ხშირად არის სხვათა შორის და ძალიან მემადლიერები დღევანდელ კულტურის სამინისტროს იმით, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები ტარდება ბათუმში. ძალიან აი მრავალფეროვანი გახდა და ძალიან ხელოვნება ზოგადად ძალიან მაღალ ზენიტში მიდის ამასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად იმართება. კონკრეტულად ეხლა ვერ დავასაბუთებ, მაგრამ ვხედავ, რომ აი წამოვიდა ძალიან დიდი ტენდენცია და დაინტერესება მუსიკალური განათლების კუთხით, უნარების განვითარების კუთხით. აი ზაფხულში იყო, საზაფხულოთია შესაძლებლობა კინოთეატრის ქოვერებს აშღერებდა ორკესტრი. ეგრეთ წოდებულ საუნდტრეკებს. საუნდტრეკებს მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხე დასწრება, თუმცა ისეთი ცნობილი ფილმების საუნდტრეკები იყო იმაში აკომპანემენტში წარმოდგენილი. ვივალდის საღამოები ძალიან ხშირად. ალბათ ხალხურთ იქნება, ხო? სავარაუდოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორკესტრი ზოგადად
ალამაზებს ეს ისეთ ჰარმონიას ხრის საორკესტრო, რომ არ ვიცი ამაზე მაღალი ჩვენ ნამდვილად. სულ საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ თითქოს ყური დაგვიკნინდა ყველას და ეს სოციოქსელებში იქედან ნაკადნახევი მუსიკა არის მდარე ხარისხის, მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ ამ რაღაც სწრაფი ტემპო რიტმის მუსიკაზე, ზოგჯერ ნებისყოფა არ ყოფნის, იგივე ვივალდს მოვუსმინოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა უკვე ბევრმა გავაცნობიერეთ და ვიწყებთ დაბრუნებას აი ისევ იქ, სადაც არის ჭეშმარიტება, სადაც არის კლასიკური მუსიკა და რომელიც ავსებს და ადამიანს ავითარებს ხომ პიროვნულად ეს გავლენა აქვს კლასიკურ მუსიკას. აუცილებლად უნდა გკითხოთ, როცა გუნდზე საუბრობთ, გოგონათა გუნდზე, იქ არის რაღაც გარკვეული დოგმებიც ხომ, რაღაც დაწერილი კანონები, რომ ეს ასე უნდა იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად ეს სრული რევოლუცია მოახდინეთ ამ მიმართულებით, ფურცელი და სხვადასხვა, არ ვიცი, ატრიბუტიკა გამოიყენეთ იმისთვის, რომ მიგეღოთ ჟღერადობა და დაგვერწმუნეთ იმაში, რომ ყველაფერი მუსიკაა, თუ ამას მოვინდომებთ, ხომ? აი, ამ ნოვატორულ ხედვაზე მოგვიყევით. თავიდან იყო თუ არა ცოტათი სკეპტიციზმი იგივე კოლეგების მიმართ, იმიტომ რომ რაღაც ეს არავის გაუკეთებია და ამდენ გაამართლებს და როგორ დაამტკიცეთ ის, რომ აი ესეც მუსიკა თუ ამას პროფესიონალები აკეთებენ და აბაშღერებენ. მოგეხსენებათ ხა ჩემ ბავშვობაში სათხოვნდა ტარდებოდა მუსიკის გაკვეთილი, მაგრამ ძალიან დიდ პატივს და ძალიან დიდი მადლობა ყველა მუსიკოსმას რაზეა, მაგრამ აი თვითონ ინოვაციურობა მაინც მაკდა, რომ რაღაც სიახლე, მეტი ჩართულობა და მივხვდი, რომ რაღაც სხვა გზა არის საპონი და ძალიან დიდი მადლობა, რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე გამიშთა, ძალიან ბევრი მიმდევარი დღეს ქაღალდების მუსიკა ყველგან ჟღერს საქართველოს მასშტაბით, არა მარტო საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, წყალიც ავახმაურეთ ის უსულო საგნები, რომელიც როგორც სწორად ბრძანეთ, რომ ყველაფერი ჟღერს. აი აბსოლუტურად ყველაფერი საგანი უსულო შეიძლება რომ ავაჟღერო და ეს იმდენ დადებით მუხტს გადამდებია მოსწავლეში, რომ მოსწავლე სიტყვას თავის იმპროვიზაციას შექმნას. რამდენჯერ შემოუთავაზებია მასალა ესე ხო ჯობია. უიმე რა კარგია. ეს უკვე ჩავსვით ჩვენ იმ აქტიობაში. ეხლაც გვაქვს ძალიან ახალი, ახლა მე-11 საჯარო სკოლაში მინდა რომ დავიწყოთ უკვე ახალ პროექტზე მუშაობა, ეს არის მუსიკის ხაზები დავარქვით, ჯერჯერობით არ დავაანონსებთ რითი და როგორ, უბრალოდ მინდა რომ თუ ჩვენ თქვათ ქაღალდები ავაჟღერეთ და რაღაც სიახლეები შევიტანთ, ეხლა მინდა რომ მუსიკა ჰაერში დავხატოთ. ვახ, ხო. მერტო როგორ ჟღერს. იყოს ვიზუალური აღქმა მოხდეს ძალიან საინტერესო, ასევე მაინტერესებს რომ მოსწავლების მოტორიკა უფრო გაუმჯობესდეს, სხეულის კოორდინაციის დაცვა მოხდეს, რიტმული უნარები გაუმჯობესდეს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სინქრონზე მუშაობა და აი რამოდენიმე კლასი უკვე ვერთიანდებით, რა ეს დიდი პროექტი მასშტაბი უკვე ღია სივრცეში განვახორციელო და მოკლედ გვინდა რომ მუსიკა დავხატოთ ჰაერში. აი როცა შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აზრი, ხო, ეს სკეპტიკოსები არიან ეს ახალი თაობა, ბევრ კითხვას ვამს და ეს კარგია, რომ მე არ ვაპირებ მუსიკოსობას და მოდი აი თითქოს არ დავესწრები ხაბატონი მაგდას გაკვეთილს, ან აი არ მინდა აჟღერება, იმიტომ მე მაინც რაღაც სხვა პროფესიის არჩევას ვაპირებ. ამ ადამიანებს ვუთხრათ, რომ ეს საგანი მაინც და მაინც მათთვის არ არის მორგებული, ვინც აპირებს საომალოდ ამ პროფესიაში თავი გამოიჩინოს, ეს არის ყველასთვის აუცილებელი, თუნდაც იმ უნარების განსავითარებლად, რომლებზეც ახლა ჩვენ საუბრობდით. როგორ აინტერესებთ ხოლმე ასეთ სკეპტიკოს მოსწავლეებს? ძალიან დიდი მადლობა ამ შეგვიძლია. მსგავსი შემთხვევა მქონია, რომ პირველად კლასი გადმომეცა მე-7 კლასი და პირდაპირ რომ შევდივარ და გავეცანე რომ მე ვარ მუსიკის მასწავლებელი, ერთი მოსწავლე დგება და მეუბნება მე არ მიყვარს მუსიკა. უიმე. და ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია რა იქნებოდა ვეუბნები. სანდრო ერქვა, სანდრო ძალიან დიდი მადლობა რომ შენ ესეთი გულწრფელი ხარ. ბავშვი გაოცებული მიყურებს. ფიქრობს ეხლა უსაყვედ პირიქით. იცით რა, მე იმდენად გავითავისე შენი გულის ტკივილი, მე შენ ძალიან კარგად გიგებ. და მადლობა ამ ფრაზისთვის, რაც შენ წარმოთქვი, ეს ბავშვი გაოცებული მიყურებს, რა ვთქვი, პირიქით, მასები უნდა გაღიზიანებულიყო და მე მას მადლობა, იმიტომ რომ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა. შეიძლება ჩვენს პერიოდში არ იყოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ აი ამ თავისუფლებისთვის, ამ დამოკიდებულებს, რომ შენ აღიარი ის, რაც არ გიყვარს, მე შენ მადლობას გიგებ. როგორ დასულდეს ისტორია? როგორ დასულდა, აი უნდა გავაგზავნო. და ეხლა, რადგან ბავშვს არ უყვარს, არ ვაწუხებ ეხლა. თავარია რომ ის ჩამოყალიბდა ძალიან ტალღს სმენად. პირველ რიგში დაიწყო მოსმენა. მე უკვე წავედი აქტიობები თვითონ მომთხოვა, შეიძლება უპასუხო. ანუ ისე წამოვიდა ურთიერთობა, რომ ეს ბავშვი ლიდერი გახდა კლასში.
მიუხედავად რომ დანარჩენ საკითხში ნაკლებად აქტიური იყო, ხა მესმის ხა, მაგრამ რა იცი, დაინახა მოსწავლე იმაში, რომ მე მას გაუგე. თავად ძალიან მნიშვნელობას გაგებ. ეხლა მასწავლებლის წარმატების ფორმულა რა არის? პირველ რიგში ის რომ სიყვარული მოსწავლებისადმი, ასევე მიზანდასახულობა განვითარებისთვის და ასევე ერთგულება საკუთარი საქმისადმი. ასევე მასწავლებლის ფორმულა ეს არის სამკუთხედი: ცოდნა, ინოვაცია და ასევე ემპათია, ხო? ნახეთ, როდესაც ცოდნა რომ მასწავლებელი ძალიან კარგად უნდა ფლობდეს თავის საგანს სიღრმისეულად, ასევე უნდა ესმოდეს თითოეული მოსწავლის და ასე უნდა ეძებდეს ყოველთვის იმ გზას, რომ დაგეგმოს შექმნას არაჩვეულებრივ გარემო მოსწავლესათვის, რათა არასოდეს არ დაავიწყდეთ გაკვეთილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ყველაფერი დგას ამ ადამიანების გასაოცარ ენთუზიაზმზე, მასწავლებლებს გულისხმობ, ხო? საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ აი ამ სფეროში დღეს რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ საზოგადოებამ, სახელმწიფომ იმისათვის, რომ ეს პროფესია უფრო მეტად დაბასებული გახდეს. საყვარელი რო ეს უდაოდ ესეა, ნამდვილად ჩვენ ყველანი მასწავლებლის გაზრდილი თაობა ვართ, სხვაგვარად ვერც ხდება არსად სოფლიოში. თუმცა უფრო მეტად თქვათ რა შეიძლება. მასწავლებლის ეროვნული პრემია, ხო ეს გასაოცარი დაჯილდოება, რომელიც მამოძრავებელია. ეს უკვე სტიმულია და კარგია. სხვა მხრივ რა შეუძლია გააკეთონ? იგივე მშობლებს, სახელმწიფოს, საზოგადოებას იმისათვის, რომ მასწავლებლებს მივცეთ მეტი საშუალება გაზარდონ საუკეთესო თაობები. რა იცით, თუ მასწავლებლებს კიდე აღნიშნავ, საკუთარი პროფესია არ აქვს გათავისებული და აი იმდენად არ არის თავის პროფესიაში შეყვარებული იმაზე, რომ ის მუდამ ზრუნავს მოსწავლეთათვის, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რეაგირება, იმიტომ რომ მეც აი ჩემი შრომით, არ ვიცი ხა ყველა ვშრომობთ რაზეა საუბარი, რატომაც გამორჩეული გახდა და ძალიან მემადლიერები პირველში უფალს და შემდეგ ყველას იმაც, ვინც ზოგადად ამ ჯილდოს, უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გამხადა, მაგრამ ფიქრობ თუ მასწავლებელი საკუთარ პროფესიას ძალიან აი ფაქტიურად მასწავლებლობა პირველ რიგში ეს არის აი სულიერი მსახურება, ხომ ეთანხმებით ის გზა, სადაც მოსწავლეს უნდა აღმოუჩინო ის უნარი, რომელიც არის ჩამქრალი, მის უნარი უნდა გაუნათო გზა და აინთოს ეს უნარი და თუ ამის შესაძლებლობა მასწავლებლს აქვს და დარწმუნებული უმრავლეს მასწავლებლებს აქვს, ფიქრობ ეს ყველაფერი იდეალური იქნება. აი როგორ აბალანსებთ ყველაფერ ამას? არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ პროფესიონალი თქვენი საქმის, ხართ დედა. აი ეს არის ძალიან დიდი სტიმული ქალბატონებისთვის. ჩვენ ყოველთვის გვიხარია ქალბატონის მასპინძლობა, რომელიც ყოველ მხრივ არის შემდგარი და სტიმულს აძლევს უკვე სხვა ქალბატონებს და ამ თემებზე საუბარი აუცილებელია, ქალები გავაძლიეროთ, ხო, ერთმანეთი გავაძლიეროთ ქალბატონებმა და აი სტიმული მივცეთ იმ ქალბატონს, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ყველაფერს ერთად ვერ მოასწრებს, ვერ შეუთავსებს და არჩევანი გააკეთა ოჯახსა ამ პროფესიას შორის და თქვენ ამ ყოფის ბალანს როგორ ახდენთ? კი, აი ამაში პროფესიაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მეუღლისგან და ეს იმდენად დიდი мотиваცია. ყველა ჩემი წარმატება ძალიან უხარია და ხელშეწყობა მაქვს ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, შესაძლებისდაგვარად რაც შემიძლია ამას, რა თქმა უნდა, რაც გვევალება ზოგადად ქალბატონებს ვაკეთებთ, მაგრამ აი მისი ხელშეწყობა რომ მაქვს, ამიტომაც გვაქვს ეს ნაბიჯები, წარმატების ნაბიჯები. მეუღლის მხარდაჭერა ძალიან თქმა ეს ყველა ოჯახში აუცილებელი ელემენტია. ორივე მხრიდან. როგორც მამაკაცმა თქვი, ხო? აი შენთვის ეს არის საამაყო, როდესაც შენი მეუღლე არის რეალიზებული, ხო, ყოველ მხრივ და აუცილებელია შენი მხარდაჭერაც მუდამ, ხო? სხვაგვარად ვერ იქნება რეალიზებული, ხო? ამიტომ ქალბატონმა ერთმანეთს აძლიერებენ, ადამიანებს ჯანსაღმით ერთობაში მყოფები. არ არსებობს, ვთქვათ, ქალბატონი, რომელიც წარმატებას აღწევს და მას არ აქვს ხარდაჭერა ოჯახში. ჩემი შვილის ნიკა გრიგოლიაც ჩვენი პროდიუსერია გუნდის და აი მისი დაპროექტებულია ძალიან ბევრი პროექტები და ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. აი ხორუმი ავიღოთ კლიპზე რამოდენიმე გამოხმაურება ჰქონდა და ძალიან ცეთი ინოვაციებიც ავსია და სამომავლო გეგმები გითხარით აუცილებლად გაგვეცანით. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნე სკოლასთან დაკავშირებით და ასევე მინდა დავაანონსო, რომ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში იქმნება ახალგაზრდული სტუდენტური კაპელა, როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის და ეს იქნება სტუდენტებისთვის ძალიან უნიკალური შესაძლებლობა, რომ გახდნენ ამ გუნდის წევრი, რათა გაუმჯობესონ ვოკალური უნარები, ეზიარონ სხვადასხვა კომპოზიტორების, თქოს თანამედროვე, ასევე უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო შემოქმედება
მუსიკას და ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, სხვადასხვა კონკურსებში, სხვადასხვა კონცერტებზე და მათთვის დაიგეგმოს გასტროლი. ამის სტუდენტებს მიმართავთ ხოვნით, ვისაც სურვილი გექნებათ, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ უნივერსიტეტის პორტალზე, ასევე სიახლეების გვერდზე უნდა გადავიდეთ, იქ სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში მიიღებს უმრავლესობა მონაწილეობას, წარმატებებს უსურვებ ყველა სტუდენტს და ასევე მე მათ ძალიან ბევრ საინტერესო ინოვაციურ, ასე თქვათ, პროექტებს ვპირდები. წყალი არ გაუარო, ასე იქნება. იცით რა მაინტერესებს, ეს მოყვარულთა გუნდი იქნება, ხომ რეალურად. იმ ადამიანებსაც შეუძლიათ ჩართულობა, ვისაც აქამდე გამოცდილება არ ქონიათ, ხო, მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობის. იმიტომ ხშირად ესე თავს ვიკავებთ ხოლმე, არასდროს მიმღერია და აწირა ამ ამღერებს. საერთოდ როგორ გგონიათ, ასაკი აქვს ამ ყველაფერს ისწავლება ეს მუსიკა? თუ ეს მაინც თვითნაბადი? ნამდვილად ისეთ ასაკში შეიძლება რომ ვისწავლოთ მუსიკა, რომ აი მაგალითად შეიძლება ამდენხანს დაძინებული იყო ეს უნარი და შეიძლება რომ გავაღვიძოთ და გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, ყველა ასაკში შეიძლება რაც შეს არ არსებობს, არ ვიცი, თუ მეტად მუსიკალური სმენა აქვს, შინაგანი სმენა მაინც, თქვა შეიძლება სიმღერით ვერ იმღერო, მაგრამ მუსიკას არაჩვეულად რიტმულად აყვეს, რაღაცა სხვა სიახლეს შეიტანოს, თუნდაც ფურცელი ააფრიალოს, რაღაცა მაინც არ არსებობს. ვფიქრობ, რომ აი მე რომ პარიზში ვიყავი, მაშინაც ვიყავი თქვენ გადაცემაში, იქ რომ აუდიტორია დამხეს ქართველი ემიგრანტები და იქ მე ხალხების მუსიკა გავაკეთე, იმდენი უნარი აღმოვაჩინე, მაშინ რომ ხოლმე წაგიყვანოთ საქართველოში მეთქი ამასაც კი ვიყავ. გამოცადოთ ხო ხშირად ჩვენი თავი, ყველაში იმალება ეს მუსიკოს, შინაგანი მუსიკოსი და ეს პროფესიონალი პედაგოგები აღვევენ ჩვენში ზუსტად ამ უნარს. უღმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ გულოცავთ მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მიღებას, ხო ეს? უღმესი მადლობა თქვენ. მადლობა ხშირად გელით ჩვენთან. მადლობა. გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ თემაზე, რომელზეც უკვე საუკუნეებია საუბრობენ. ხომ მთელ ხელოვნებას ატრიალებს ეს საკითხი და არ მხოლოდ ხელოვნებას, მე მგონი სამყაროს, მსოფლიოს და თითოეულ ჩვენგანს, ხო, ადამიანის მამოძრავებელი რა არის? სიყვარული. სიყვარულზე ვსაუბრობთ. შევეცდებით გარკვეული ფორმულა მოვუძებნოთ მას, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ სიყვარულის აღქმა ყველა ადამიანში სუბიექტურია და ალბათ ჯანსაღი მაშინ არის ურთიერთობა, როცა ორი ერთნაირი აზრის მქონე ადამიანი ხვდება ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მაინც შევეცდებით რაღაცა გარკვეული ფორმულა ჩამოვაყალიბოთ, რა არის ქიმია, თუ რაღაც ზებუნებრივია და განსაკუთრებულია. მოგეთ სიყვარულის სუბსტანციას მიმოვიხილავთ რუსუდან კეჭეყმაძესთან ერთად ფსიქოლოგი შემოგვიერთდება. მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან. საინტერესო ადამიანი იბადება თუ არა შეყვარებული. აბა როგორ გითხრათ, ცოტა რთულად ასმული კითხვა. შეყვარებული ნამდვილად არ იბადება. იმიტომ რომ სიყვარული ეს არის ემოცია, ეს არის გრძნობა, რომელიც ვითარდება თანდათანობით. თუმცა ხო სიყვარულით მოევლინა უკვე. სიყვარულით მოევლინა, კი ბატონო, ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფია, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თვითონ მასში ჯერ როგორ გითხრათ, აი ადამიანური ემოციების ფაქტიურად არაფერი არ არის. ესედაც ახალშობილ ბავშვში, აი წმინდა ადამიანურს რასაც ვეძახით, ფაქტიურად ჯერ ვერს ვერაფერს არ აი ეს დედასთან რომ შვიდდება უმალ ტირილის დროს, რა ემოციაა მაშინ? ეს არის ემოცია, რომლითაც შვილი ახალშობილი ცნობს თავის დედას. ეს არის სუნი, თუნდაც, ეს არის დედის გულისცემა, იმიტომ რომ სანამ უცვლად არის, მას ეს ხმები გამუდმებით ესმის, ანუ ესმის დედის გულისცემის ხმა, ესმის დედის ხმა და სხვათა შორის რაც უნდა საინტერესო იყოს, ჯერ კიდევ უცვლად ყოფნის დროს ნაყოფს ესმის მუსიკაც. მუსიკა ესმის კი ბატონო. აღმოჩნდა რომ როცა იბადება იმ მუსიკის ხმაზე, რომელსაც დედა უსმენდა ორსულობის დროს, შვიდდება თუ ტირის. ადვილად იძინებს უფრო. ანუ დედებისთვის არის ძალიან მოსახერხებელი და სასარგებლო თუ ორსულობის პერიოდში მოусმენენ სასიამოვნო მუსიკას
დაელაპარაკებიან ჯერ კიდევ უცელში მყოფ თავიანთ მომავალ შვილს, იმიტომ რომ ამას მისი სხეულის მეხსიერება ინახავს. შესაძლოა აკალიბდებოდეს კიდეც ერთგვარი სიყვარული. ხო, აი იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის იმდენად კონტროვერსიული საკითხი, ყველა თავისებურად აღიქვამს. რატომ გავდება ხოლმე ეს ძვირფასი სიყვარული ადიქციას და დამოკიდებულებას? საერთოდ სიყვარული ნიშნავს დამოკიდებულებას თუ როცა ის აი ქალვაჟურს შევეხოთ, ხომ? თუ როცა ის უკვე გადადის აი ამ ტოქსიკური ერთსიძენს, ეს უკვე აღარ არის სიყვარული. განმარტოთ აბა ეს საკითხი. ხო, მოკლედ, ბევრი კითხვა იყო, დავიწყოთ. ძალიან ბევრი კითხვა. შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს ისეთი თემაა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ არის ამოუწურავი, არ ექვემდებარება, არ ემორჩილება არც საუკუნეს, არც ასაკს, არც არაფერს, იმიტომ რომ სიყვარულზე ჩვენამდე ძალიან ბევრი ლაპარაკობდა და მსჯელობდა რა არის, როგორ არის. ბუნებრივია და დღესაც არის იგივე და მომავალშიც ასე იქნება. მაგრამ მართლაც აი რა არის სიყვარული, ასე რომ დავცვათ, ქალსა და ვაჟის ურთიერთობის თვალსაზრისით. ქალვაჟური სიყვარული. ხო, ქალვაჟური სიყვარული დავარქოთ ასე. ფსიქოლოგიური კუთხით ეს არის ემოცია. დიახ. ეს არის გრძნობა, მაგრამ საინტერესო არის, რომ მხოლოდ ემოცია არ არის. სიყვარულს აქვს თავისი ესე რომ ვთქვათ ქიმია. დიახ. და რას გულისხმობ ამაში? აი, ზოგადად ჩვენ თუ შევხედავთ, ნებისმიერი ფსიქიკური პროცესი, ნებისმიერი ემოცია, სიყვარული იქნება, ყურადღება იქნება, რაღაცის ცნობა იქნება, ფაქტიურად დადის ბოლოს ქიმიაზე. ქიმიამდე რატომ დადეს? იმიტომ რომ ნებისმიერი ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან ქიმიურ პროცესს გულისხმობთ. ხო, აი გეხლა ვიგეთქვით რატომ ამბობ ასე? ჰორმონები. მთელი ეს პროცესი და ჰორმონები, მაგრამ სხვა ნივთიერებებიც არის ჩართული და რისი თქვა მინდა. ყველა ჩვენი ფსიქიკური პროცესი მიდის ურთულეს ნეირონულ ქსელში. ნეირონები ტვინის უჯრედებია, მოგეხსენებათ და ყველაფერი დადის იმაზე, რომ ნეირონები ელაპარაკებიან ერთმანეთს. ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას, მაგრამ როგორ? ერთმანეთს არ ეხებიან, მიუხედავად იმისა, რომ ტრილიონამდე გვაქვს ჩვენ ზავის ტვინში ნეირონების რაოდენობა. არამედ ერთმანეთს უკავშირდებიან ქიმიური ნივთიერებების, ეგრეთ წოდებული ნეირომედიატორების, ანუ ნეიროტრანსმიტერების საშუალებით. ანუ ამ მსჯელობაზე დაყრდნობით ძალიან მაინტერესებს. სიყვარულს მართავს გონება თუ პირიქით ხდება ეგ? ნახეთ როგორ არის საქმე. ზოგადად ჩვენ ძალიან ისე ფართო და ზოგადად თუ ვიტყვით, ჩვენ გვმართავს ჩვენი ტვინი. ანუ ფაქტიურად ყველაფერი რაც ხდება, ეს არის ფსიქიკური რაც არის ცხადია, ეს არის ტვინის კონტროლით. და ნახეთ ტვინმა ძალიან კარგად იცის ბრჭყალებს, რა თქმა უნდა, რა უნდა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. და ზოგადად თუ ვიტყვით ნებისმიერი ცოცხალი არსების, ეს ადამიანი იქნება, მწერი იქნება, ცხოველი იქნება, ესე თქვა, ჩადებულია მის გენეტიკურ კოდში ის მოთხოვნილება, რომ გადარჩეს და დატოვოს შთამომავლობა. და ეხლა იმისთვის, რომ შთამომავლობა დარჩეს ადამიანებთან მემართებაში, ახლა ტვინი რას ფიქრობს? ტვინი ცდილობს რაღაცა მარტივი გზა მოძებნოს, რომ ორი ადამიანი დააკავშიროს ერთმანეთთან. და რისი წყალობით? სწორედ იმ ნივთიერებების წყალობით, რომელიც დიფუზიაში ჩართულია, მაგრამ არ გავიგოთ ისე, რომ აქ ქიმიის მეტი არაფერი. და თუ ესე შევხედავთ, აი მაგალითად ყურებამდე შეყვარებულიო. ხო, აი რატო ვამბობთ ყურებამდე შეუყვარდა? სიყვარულისგან თავგზა დაკარგა, ტვინი აერია. იმიტომ რომ თუ ნეირომეცნიერებების გამოკვლევებს დავეყნობი და უნდა დავეყნოთ, დიახ. ისინი გვეუბნებიან, რომ სიყვარულის დროს ჩვენი ტვინი მართლაც ცოტა არეულია. რა თვალსაზრისით? ანუ ზოგადად ისეთ რომ ადამიანს აქვს შეგნებული მოქმედების უნარი, კონტროლის უნარი, გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამ პროცესებს ყველაფერს აკონტროლებს შუბლის წილი და პრეფრონტალური ქერქი. დიახ. და აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ეს თუ პირველი ფაზაა მოწონება, მეორე ფაზაა უკვე შეყვარება და შემდეგ აი ხანძრული ურთიერთობებზე გადასვლა, სადაც ეს ურთიერთობა გრძელდება, აი მეორე ფაზის დროს ხდება რა? ხდება ის, რომ გამოიყოფა დიდი რაოდენობით დოფამინი. დოფამინი ზოგადად არის თან ჰორმონიც არის და თან ნეიროტრანსმიტერიც არის. ბედნიერების ჰორმონი. ბედნიერების ჰორმონი, სიამოვნების ჰორმონი, აი დაჯილდოვების, როდესაც ჩვენ რაღაცით კმაყოფილი ვართ, სიამოვნებას ვღებულობთ, აქ მთავარი არის დოფამინი. კი ბატონო, ნუ ამ შემთხვევაში არეული იქნება. ხო, აი ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით დოფამინი
გამოიყოფა აგრეთვე ნორადრენალინი, რომელიც რა პროცესებზეა პასუხისმგებელი. ეხლა ნუშევაშინებ შეყვარებულებს. ეს კარგი კი ბატონო. ვიხარია ყველაფერი. დილით გაგვიძება, სხვანაირად სამყავა. კი ბატონო, ნამდვილად. ბედნიერი ხარ. ნაკლებს მივირთვებთ ხოლმე საკვებს. ხო. კი, გეთახმებით მაგაშია, და თითქოს დავფრინავთ, აი ლიზი ბაგრატიონის სიმღერის არ იყო სიყვარული დაფრინავს და სიყვარული არ დადის. ზუსტად ასეა ეს. ეს უნდა გაგრძელდეს თუ არა? აი ნახეთ, ყველაფერს აქვს გარკვეული დრო. ეხლა როგორ მდგომარეობაშია ტვინი ამ დროს? ეს არის აი აღმაფრენის, ეიფორიის, მართლა ფრენის განცდა. და ეს კარგია. კი, კარგია, კონცენტრირება იმ ადამიანზე, ვინც გიყვარს და მთელი შენი ენერგია იმისკენ მიდის, მაგრამ რამდენადე შეიძლება ტვინი იყოს ასეთ მდგომარეობაში, ესეთ გააქტიურებულ, ძალიან აგზნებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდხანს ასე ვერ იქნება. იმიტომ რომ ერთი მხრივ ნახეთ რა მომენტია, როცა ეს დოფამინი გამოიყოფა და გამოიყოფა ბევრი, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ნერვული უჯრედები შემდეგ ვეღარ რეაგირებენ ამაზე. მე სიამოვნებას ის რაოდენობა ვეღარ. აი სხვათა შორის აი დამოკიდებულება. თქვენ ახსენეთ, ხო? აი დამოკიდებულების რაც გზებია ჩართული ტვინში, იგივე გზებია სიყვარულის დროსაც და ნახე დოფამინზე და როცა აი ნარკოტიკულ დამოკიდებას თუ დამოკიდებულებას თუ ხო, აი ხშირად რატო ხდება აი გადაჭარბებული დოზის გამო რო იღუპებიან, იმიტომ რომ ის დოზა რაც იწევდა სიამოვნებას, იმიტომ რომ ტვინი უკვე თავისი დამაზე ვეღარ რეაგირებს და ამას ჭირდება მეტი და მეტი და ცხადია ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ტვინი ასე ვერ გააგრძელებს მუშაობას. და აი ასეთ დროს იბნევიან ზუსტად წყვილები და ვფიქრობ პირველი კრიზისი რო იძახენ 3 წლის კრიზისი დაახლოებით იწყება აქ, როცა გაიარა ამ აღტყინებამ, აღმაფრენამ და გონიათ რომ გაქრა. როგორ უნდა გააგრძელო აი ამ აღტყინების მერე ეფექტურად და პროდუქტიულად თუ მართლა გაქრა და დაემშვიდობონ ერთმანეთს. აი ნახეთ როგორ არის საქმე. სადღაც აი ეს ეიფორიის მდგომარეობა გრძელდება დაახლოებით 1-დან 3 წლამდე. გააჩნია წყვილებში ვიღაცას და 2 წელი, ვიღაცა. აი აღმოჩნდა რომ კვლევები გვიჩვენებს იმას, რომ სადღაც 4-5 წელი ეს არის დრო, რომელზეც მოდის აი განქორწინებების დიდი რაოდენობა. და რა ხდება ამ დროს? ანუ ტვინი ხდება რომ არ შეიძლება სულ ასე მე დიდხანს ვიყო მდგომარეობაში და ამიტომ ხდება ქიმიის შეცვლა. ქიმიის შეცვლაში გულისხმება ის, რომ სეროტონინის რაოდენობა რეგულირდება, ანუ იმ ეიფორიის ფაზაში სეროტონინი სიამოვნების ჰორმონია მოგეხსენებათ, ესეც ნეიროტრანსმიტერია, მაგრამ აი ამ დროს სეროტონინის გამოყოფა შემცირებულია და ხშირად ესეთი აკვიატებული აზრები რო აქვს შეყვარებულებს, ვაიმე რატომ არ დამირეკა, ვაიმე ნეტა რა ხდება და აი ობსესიას გავს ზუსტად აი ეს მდგომარეობა და ყველაფერი, იმიტომ რომ სეროტონინის გამოყოფა მცირდება. გარდა ამისა გავიხსენოთ ჩვენ შუბლისწილი და პრეფრონტალური ქერქი, რომლებიც მთავარია კონტროლზე, იმის შეფასებაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე და ეს უბნები რომ ცოტა შეკავებულია ამ მდგომარეობაში და თავისი მთელი სიმძლავრით არ ფუნქციონირებენ. აი დაახლოებით ეს მაშინ არის ამათი სიჭარბე, მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც გაივლის ეს ეიფორია, ხდება სხვა ჰორმონების გამოყოფა, ეს არის ოქსიტოცინი, სიყვარულის, სიმშვიდის, ვაზოპრესინი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ეს არის უკვე პარტნიორის ერთგულების, მასთან უფრო მშვიდი ურთიერთობის, უფრო ღრმა. რასაც ხიბლია გასცემ. რა თქმა უნდა. ხანგრძლივი, მაგრამ მშვიდი. აქვე მინდა გითხოთ, მაგალითად, რატომ ხდება ისე, რომ თქვათ, ჩვენ ვიცით, რომ ღვინო რაც უფრო ძველია, მით უფრო ფასობს და მით უფრო გემრიელია. ზოგი წყვილი შეყვარებული იქნება თუ ცოლ-ქმარი, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უყვარდებათ ერთმანეთი, მით უფრო მეტადრე საუკეთესო ურთიერთობის კონდიციებში შედიან წყვილები, ხოლო რიგ შემთხვევაში პირიქით შორდებიან. რატო გვაქვს ეს საპირისპირო მოვლენები? აი შეხედეთ, ჩვენ კი მართალია ქიმია ვთქვით, მაგრამ მხოლოდ ქიმიაში არ არის საქმე. აი ეს ქიმია იძლევა, როგორ გითხრათ, ესე ვთქვათ, საფუძველია. იმპულსია თავი. ხო, რომ აი ეს დაიწყოს, თორემ მე ყველაფერი უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუნდაც კულტურის დონე
განათლებაზე, ღირებულებებზე, იმაზე, როგორ უყურებენ ზოგადად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ამას როლების განაწილებას და რა დამოკიდებულებები აქვთ, ხო? და ამ თვალსაზრისით ახლა ადამიანები განსხვავებულები ვართ, ცხადია. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს წყვილი, რომელიც ახლა ერთად არის და თქვა ოჯახის შექმნაც გადაწყვიტეს, მოდის საკუთარი ოჯახებიდან, ხო? და იმ ოჯახებში რა ურთიერთობები იყო, იქ რა იყო მიღებული, რა არის მათთვის ჩვეული, რა არის დაუშვათ გასაკვირი პარტნიორი რომელიღაცასთვის, ხო? აი ეს ყველაფერი ახდენს ამაზე გავლენას და ის რასაც გაგზავნებ, გენეტიკას აქ მაინც ვიტყვით, გენეტიკა არ არის, მაგრამ შეხედეთ მოდელი. აი მოდელი ქცევი, ზოგადად ბავშვი დასაწყისში გითხარით, რომ ფაქტიურად ადამიანური მას ბევრი არაფერი არ აქვს და მე ყველაფერს ამას სწავლობს და სწავლობს საიდან? პირველში მიბაძვის და პირველი მოდელები მიბაძვის ესენი არიან მშობლები და ეს არის მისი ოჯახი, ხო? და რასაც შეჩვეულია, რაც მისთვის ბუნებრივია, იმიტომ რომ მის ოჯახში ასე იყო, თulis რომ ეს ასეა საერთოდ. არადა მისი პარტნიორი თუ საერთოდ განსხვავებულ რეალობაშია გაზრდილი და განსხვავებული აზრები და იდეები აქვს ამასთან დაკავშირებით, ეს უკვე შეიძლება გარკვეული ანუ ეს რაღაც გარკვეული გარიგების ინსტიტუტი რომ არსებობდა საქართველოში, როცა ზუსტად ამ კრიტერიუმებით აფასებდნენ ოჯახები ერთმანეთს გავს, ღირებულებები ერთმანეთს გავს, ეს ამართლებდა რაღაც მომენტში. აი ნახეთ, ოღონდ აქ ხა ის ქიმია და ის საწყისი არ იყო, მაგრამ ის მეორე ეტაპიდან იწყებოდა ფაქტობრივად. შეხედეთ როგორი ამბავია. კი ბატონო, რაღაცეებში ისინი უყურებდნენ, მაგრამ ისინი უყურებდნენ გარედან რაც იყო იმას, ხო? და აქ მთავარია ორი ადამიანის ურთიერთობა. იმ ორი ადამიანისთვის რა არის მნიშვნელოვანი და რა იყო საინტერესო, ეს ფაქტიურად ძალიან ნაკლებად აინტერესებდა, ხო? მთავარი იყო ოჯახები, ესე ვთქვათ, შეთანხმებული იყვნენ და ხშირად სხვადასხვა მატერიალური საფუძველი კი, საფუძველი ხშირად იყო მერკანტილური. აი თქვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, ხო, როგორც ფსიქოლოგს, ბევრ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, როგორი ოჯახები ძლებს ხან გრძლივად, როდესაც ვნებით იწყება და იმპულსებით იწყება და ასე იქნება ოჯახი თუ აბსოლუტურად ცივი გონებით და რაციონალური გათვლებით, რომელს უფრო დიდი დღე უწერია? შეხედეთ, ასე ცოტა რთულია თქმა და რატომ? შეიძლება დაიწყოს ძალიან დიდი ვნები, ძალიან დიდი ეიფორია ამ სიყვარულით და გაგრძელდეს. მართალია ნახეთ, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ იცვლება, აი სიყვარული არ ქრება. აი იმ მაშინაც კი როცა პარტნიორი გარდაიცვლება, ის სიყვარული რჩება თუ კი ოღონდ სიყვარული იყო, აქ და არა მარტო ქიმია, ხო? ანუ ეს ურთიერთობა უბრალოდ იცვლება და სხვანაირ სახესღებულობს. არის უფრო ღრმა, აქ უკვე აღარ არის ის ჰაერში ფრენის ამბები, მაგრამ არის სიმშვიდე, არის უსაფრთხოების განცდა, არის სიახლოვის განცდა, ხა ეს ინტიმურობა ზუსტად, აი სულიერ სიახლოვეს, რასაც ვეძახით ჩვენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შეიძლება დაიწყოს ესეთი ფრენით და მე უბრალოდ შეიცვალოს სახე, როგორც რიტმი ამ საქმეში ჩართულია და გაგრძელდეს ბოლომდე. შეიძლება ცივი გონები შექმნან, აი ამ ქიმიის და ამ აღმაფრენების გარეშე. კარგახანი იყვნენ ერთად, მაგრამ ცხოვრება სახსია მოულოდნელობებით მოგეხსენებათ და შეიძლება ერთშვენიერ დღეს რომელიღაცა მათგანს დაეწყო ზუსტად ის აიფორია სხვა ადამიანის მიმართ. იცით, ანუ აღმაფრენას ანუ მიდრეკილება გვაქვს, ხომ? აი გვინდა ეს. ადამიანს სიყვარული. კი, ადამიანს ზოგადად ორივე ერთადაც შეიძლება აღმოფრენაც და ნახეთ, თუ მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდას გავიხსენებთ, იქ არის ძირში ჯერ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, უსაფრთხოების მოთხოვნილება, შემდეგია უკვე სიყვარულის მოთხოვნილება. ანუ მე როცა სასიცოცხლო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული მაქვს, თავს უსაფრთხოებს. ანუ ეს ფაქტიურად ჩვენი მოთხოვნილებაა. სხვა ადამიანთან ურთიერთობაც მოთხოვნილებაა ჩვენ და მას უკვე ჩვილი ბავშვიც ავლენს. ანუ აი აქ აი გლობალურად რა შევხედოთ, ესე იგი იწყება ჯერ უნდა გქონდეს დაკმაყოფილებული ელემენტარული უსაფრთხო, ხო, და შემდგომ არის სიყვარული. ანუ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ფუფუნებაა? ასე ვერ ვიტყვი, უბრალოდ მე ამასო მოვიყვანე, იმიტომ რომ იქაც კი მოთხოვნილებებში არის სიყვარულის მოთხოვნილება, რახან თქვენ ახსენეთ ადამიანთან მიმართებაში. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ეს მოთხოვნილება. ჩვენ გვაქვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია საკუთარი თავის სხვებისგან იზოლირებულად. მარტოობაში. ანუ მე აქ გულისხმობ როგორ მარტოობას, არა იმას, რომ მე ჩემით ახლა მარტო ყოფნა მინდა.
გულისხმობს სრულ იზოლაციას ყველა ადამიანისგან. ეს არის ადამიანის ძალიან დიდი სასჯელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ იქორწინეს და ცხოვრობდნენ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად და აღტაცებით, თუ მათ იქორწინეს და სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრეს ურთიერთგაგებით, კომპრომისებით და თან-სიყვარულით? ორივე ვარიანტი შეიძლება. მაგრამ თუ ბოლომდე გულისხმობთ თქვენ ეიფორიას, ეს ასე ვერ იქნება უბრალოდ. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ამის საშუალებას არ მოგწევს. კი ბატონო, ეს გვაჯილდოებს ჩვენ დოფამინს, როცა გამოყოფს მაშინ და ბედნიერები ვართ, მაგრამ ტვინმა იცის, როდის დაგვაჯილდოა და როდის ცოტა შეანელოს ეს. ამიტომ საჭიროა ხოლმე ამ ეიფორიის გამოწვევა, ხო, წყვილებს შორის. ნებისმიერ ეს ხელოვნურად შეიძლება. ნახეთ, გამოწვევა ეს საერთოდ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არა. თუ აი კი ეიფორია მეწყება, აი ეს დოფამინი გამომიყოფა, მაგრამ მე ხო ყველა ადამიანის მიმართ ეს არ მაქვს. არა, მე გულისხმობ ხო შეება სურპრიზებით, რაღაცა ურთიერთობის მაგას თუ გულისხმობ, მაგას თუ გულისხმობ, დიღმენ კითხვა ვერ გავიგე სწორად. ხო, იმ ადგილზე სიარულიც სადაც თქვათ ყმაწვილ კაცობაში ან ყმაწვილ ქალობაში ერთმანეთს ხვდებოდით. იმ კაფეში მიხვიდეთ, სადაც ესე კი დადიოდით ხოლმე, როდესაც შეყვარებულები იყავით, ხო? ამის განახლება საჭიროა თუ რუტინა მაინც ყველაფერს ჭარბობს. ჩვენ არ გვინდა რომ რუტინამ ესე რომ თქვა ჩაყოლაპოს და ჩვენ ყველაგანს და ჩაყოლაპოს, ჩვენ თავი უნდა შევიწუხოთ. ანუ ის რომ თავისით ეს გაკეთება და ვიღაცა ზემოდან ამას ჩამოგვაყრის, ასე არ არის. ფაქტიურად სიყვარულს უნდა შენარჩუნება. ამას უნდა შრომა. ეს არის ძალიან სერიოზული შრომა, ოღონდ ორივე მხრიდან. აი რაც თქვენ თქვით, კი მესმის ერთ დღევანდელი რეალობა რო ავიღოთ, ხო, ქმარი საკავებულია, ცოლის საკავებულია, პლუს ბავშვები, ოჯახი, ამას ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი მიაქვს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ნამდვილად შეიძლება თუნდაც 15-20 წუთის გამოყოფა, რომელსაც ზაუთმობენ მხოლოდ ერთმანეთს. თუნდაც ერთად წავლენ სადღაც, ერთად გააკეთებენ რაღაცას. ან დღის განმავლობაში თუნდაც ტელეფონით ხო მესიჯი რო როგორ ხარ, მიყვარ ხარ. აი ზოგს გონია რომ ეს არის ესეთი აი ესეც რაღაცა ძალიან ქართული ამბავია, ასე მგონია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანი რო ქმნის ოჯახს, იქ შვილებზე მერე შემდგომ იმხელა აქცენტი კეთდება, დედის მხრიდან განსაკუთრებით, რომ მეორე ხარისხოვანი ხდება, უკვე ეს ქალური შეგრძნებები და ქალური ბედნიერება, იმიტომ სწორი ეს გგონია, რომ აი დედობა უნდა იყოს პრიორიტეტი, იმიტომ ესე ჩაგვინერგეს ჩვენ. როცა უცხოელების მაგალითს ვეცნობით, იგივე კინემატოგრაფით თუ ლიტერატურით, ან ზოგადად პირადი კომუნიკაციით, იქ ბუნებრივია მზრუნველი მშობლებიც არიან, მაგრამ იტოვებენ ადგილს აი პირადი სიამოვნებისთვის. აი შეაფასებთ ზოგადად ერთი თქოს თავად იკლებს აი ამ სიამოვნებას. კულტურაც, რა თქმა უნდა, კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველანი ჩვენი კულტურის შვილები ვართ, ხო და რასაც გვეუბნებიან და რასაც ვუყურებთ, ვფიქრობთ, რომ ყველგან ასეა და ეს არის ნორმა. აი ქართულ კულტურაში ნამდვილად არის ეს აი აქცენტირება აი დედობაზე, რომ თითქოს ქალი აი მარტო დედა და ესაა მთავარი და თუ შენ დედა არ ხარ და შვილი არ ყავს, შენ არაფერი არ ხარ და. აი და ხშირად აი ქალებიც თუ არიან აი ამ სტერეოტიპის გავლენის ქვეშ, ძალიან ხშირია ხო შექმნიან ოჯახს და მერე ბუნებრივია ხა ბავშვების მოულას ძალიან დიდი დრო უნდა და აქ სხვა სიყვარული შემოდის ხო მართლა ძალიან ძლიერი თავისი ბუნები და სიტყვა ოჯახისადმი პატივისცემა სიყვარული. აი ის მაგრამ შევა აღმოაჩინოს რომ ეს სცენარი არ არის რაც უნდოდა და ეს იყო შთაგონებული. ეს შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში აღმოაჩინო ადამიანმა, ხო? ალბათ, ნებისმიერ სიტუაციაში. ალბათ შესაძლოა თქვათ უკიდურეს ესე იგი სუპერ მატერიალური და რაღაც ისეთ სიტუაციაში მოგივიდეს საზოგადოებაში. ყველაფერი არ არის კი ბატონო მატერიალური. თუ ვიღაც ამ კუთხით მსჯელობს, ხო? ხო, ეგ არ არის, იმიტომ რომ არის რაღაცა, რაც არ არის როგორ გითხრათ, მატერიალური და ვერ იყიდი ფულით. ვერ იყიდი, ხო? იგივე სიყვარულს ფულით ვერ იყიდი. ახლა მე არ გულისხმობ იმას, რასაც სიყვარული არ ქვია და იყიდი ფულით. ნამდვილად, გეთანხმებით აბსოლუტურად. ის სიახლოვის განცდა ზუსტად ის რომ აი ეს არის ჩემი მეორე ნახევარი და ეს მეორე ნახევარიც საიდან მოდის? ანუ გამოდის რომ შესაძლოა ყველაფერი იდეალურად კონდეს ადამიანს და თქვას რომ არა ეს მე ჩემი არ არის ბედნიერად არ ვგზნობ თავს. იცით კაცია და გუნება ესე ახლა ჩვენ რეცეპტივით ვერ იტყვით რომ აუცილებლად ასე იზამს და ყველა ასე იზამს და ყველა ასე შევა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. ერთი ესეც არის რომ თუ ადამიანს ყველა მოთხოვნილება
მაქსიმალურად აკმაყოფილებული აქვს. ანუ თუ მას რაღაცა ინტერესი არ რჩება, აი ასეთ შემთხვევაში ხშირად შეიძლება ეს ყველაფერი მოგესრჩოს. ზოგი აი კოლოსალურ სიამოვნებას ღებულობს, როცა კარიერაში წარმატებულია და ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პირადი. ახლა იცით რაზე ვფიქრობდი? თქვენ ისე კარგად აღვიწერეთ რა დროში გადის ეს აღმაფრენა, შემდგომ რა იწყება, ხო? მე მგონია რომ სახელმწიფო იქნება ბევრი წყვილისთვის, რომელიც გვიყურებს. რამდენად არის აქტიური და აქტუალური ჩვენს ქვეყანაში წყვილების ფსიქოლოგია ზოგადად? რამდენად მოგმართავენ წყვილები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ეს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ გაიარა ამ აღტყინება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, ხო? ხო, აი ნახეთ ეს კონკრეტულად წყვილზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ისინი უნდა უფიქრდებოდნენ და აცნობიერებდნენ რა ხდება მათ და თუ კი ამისი სურვილი აქვთ, ანუ ნახეთ, თუ კი მათ სურვილი აქვთ იმისი, რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნონ, რომ თუნდაც იმის გამო რომ აი ამ აღმაფრენან გაიარა და ახლა რაღა გვინდა აბა ჩვენ ერთად, აღარ მიფუთფუთებს დაუშვათ მუცელში პეპლები და აღარ მაქვს ხვდები რომ ვიფრინო, აი თუ ამაზე აქამდე მივლენ და ამაზე დაილაპარაკებენ, რა თქმა უნდა შესაძლებელია და სხვათა შორის აი, როდესაც შემდეგ ურთიერთობაზე გადადის და ესე თქვა ეს ქიმია ცოტა იკლებს, ძალიან მნიშვნელოვანია იქ უკვე სხვა დამოკიდებულებები და სხვა ურთიერთობები, ხო? აი პატიების ფენომენსაც რო შევეხოთ 2 წუთით ნელ-ნელა უნდა დავამშვიდობოთ, საინტერესოა ადამიანები ვართ ყველა, შესაბამისად შეცდომები ყველა ადამიანს მოდის. სიყვარულზე ვსაუბრობთ, ბიოქიმიაზე ვსაუბრობთ, ნამდვილი სიყვარულის დროსაც კი თუ ადამიანი უშვებს შეცდომას, მაგალითად ხალატის კუთხით, ხო? ეს როგორ აღიქმება, ვთქვათ, წყვილთა შორის? შესაძლებელი თუ ხალატის პატიება. ეგეც ხო დოგმირებულია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ და ნაკარნახების საზოგადოებიდან, რომ ერთს ქეს ეპატიება და მეორეს ამბობს. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რაც ფაქტიურად ძალიან ბევრ კულტურაშია, არა მარტო ჩვენთან, სადაც აი მამაკაცურია კულტურა და კულტურა და უმრავლესობა. ხო, მასკულინო ქართულად მამაკაცური. იგივე სიტუაცია ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ გამონაკლისები ვართ აქედან, მაგრამ შეხედეთ, აი აქაც არ არის რაღაცა ერთიანი წესი, რომ ყველას მიესადაგებოდეს. ეს დამოკიდებულია თვითონ წყვილზე. აი თვითონ როგორ უყურებს ამას და ეხა შეცდომაო, აი ღალატს მე შეცდომას ვერ დავარქვემდი. ეს არის როგორ გაცნობიერებული საქციელი ეგოიზმის გამოხატულება ჩვეულებრივ. თქო და აბსოლუტურად გაცნობიერებული უბრალოდ საერთოდ არაცნობიერება არ უფიქრდება, გააჩნია როგორ შევფუთავთ ამას. შეცდომას თუ უწოდებთ, ეს უფრო მსუბუქად მოსასმენია, რა ვქნა ადამიანი ვარ და შემეშალა და მაპატიე, მაგრამ თუ ამას მე შევხედავ როგორც აბსოლუტურად გაცნობიერებულ ქცევას, იმიტომ რომ უცბად არ ხდება. ქალმა რო დაუშვას ეს შეცდომა გიო. მე ორივე მხრივ ვიგულისხმე სინამდვილეში. ორივე მხარეს, უბრალოდ ნახეთ თუ ჩვენს რეალობას აღიღებ და ჩვენს კულტურას, ჩვენთან მართლაც ესია, რომ უფრო ქალები უფრო პატიობენ, მამაკაცები ნაკლებად პატიობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მამაკაცი, რომელიც არ ესეც სწორია თუ არა, ვთქვა. აი ვერ გეტყვით. ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია. მე მაგალითად ჩემი პოზიციიდან ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ხალატის პატიება. თუმცა გინახავთ ისეთი ოჯახები, რომლებიც აპატიეს და ვთქვათ, შემდეგ ერთად იყვნენ და ბევრი, მაგრამ შეხედეთ ხო გეუბნებით, აი ამას ვერ განვაზოგავთ. კი ბატონო. ნამდვილად ვერ განვაზოგავთ, იმიტომ რომ ინდივიდუალურია. ადამიანიცა იმდენი ინდივიდუალობაა და ყველას თავისი შეხედეთ, ყველას თავისი ღირებულებები და თავისი გადასახედი აქვს და თუ ამართლებს, იმასაც რაღაც არგუმენტები ექნება ამისი გასამართლება. ანუ რაღაცა იქნება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ასე რომ ვერ ვიტყვით. ხალატი ცუდი ტონია ნებისმიერ შემთხვევაში. რუსთან აი რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, იცით რა მინდა გკითხოთ, მიუხედავად აღმაფრენისა, იმ ქიმიური რეაქციებისა, ბიოქიმიისა, ხომ, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თავი, ჩვენი მე, თუნდაც იმისთვის, რომ შემდგომ წლების მერე ურთიერთობა სწორი მიმართულება მიიღოს, ხომ? იმიტომ რომ ეს არ იქნება გამოღვიძება, ეს იქნება უკვე გამოღვიძებულ მდგომარეობაში ყოფნა. იმიტომ რომ ხშირად დესტრუქციამდე, იმიტომ მივყავართ ხოლმე ამ ვნების გასვლას, რომ აღმოვაჩენთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავი დაგვავიწყდა და დავკარგეთ და იმ ნამსხვრევებისგან ვიწყებთ რაღაცების ალაგებას, შეწებებას და ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ენერგია, ხო? თან გვიყვარდეს, თან ჩვენი თავიც გვიყვარდეს ეს როგორ დავაბალანსოთ. კი, ნახეთ აქ საქმე, აი რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია რა ვიხვდება ერთმანეთს. ანუ ადამიანი
და ძალიან მნიშვნელოვანი აქვს თუ შეფასება. აი საკუთარი მნიშვნელობის განცდა და ის რომ გქონდეს მას განცდა იმისა, რომ მე კარგი ვარ, არაფერ ვარ სხვაზე ნაკლები და ვარ ღირსი რომ ვინმე შეუყვარდე და ვინმე შემეყვარდეს, ხო? ანუ თუ ადამიანი ჯერ როგორც აი პიროვნული პიროვნება ვერ არის კარგად ჩამოყალიბებული, თუ მუდმივად ეძებს საყრდენს, თუ აი დამოუკიდებლობას არ არის მიჩვეული და ეს ფაქტიურად ძალიან ბევრი რამ მოდის ოჯახიდან. აი სტილი მშობლების ურთიერთობის როგორი იყო, ხო? თუ გაიზარდა ის დამოუკიდებული ადამიანები, რომელსაც საერთოდ უკრძალავდნენ დამოუკიდებლად ყველაფრის გაკეთებას და ყველაფერს დედაეუბნებოდა ან მამა, მშობლები ყოველ შემთხვევაში. შემდგომ ის ეძებს ისევ ასეც ხო, ბუნებრივია თვითონ საიდან ისწავლის თუ ჩვენ ყველაფერს ფაქტიურად სწავლობთ მშობლების ოჯახში, ხო? ყველაფერი საწყის, რითიც მე გავდივართ ოჯახიდან და ესეც მნიშვნელოვანია. ანუ ადამიანს, როდესაც არ აქვს იმისი შიში, რომ მე თუ მეორესთან გახსნილი ვიქნები, მე თუ მას ჩემი სულის ნაწილს გაუზიარებ, მე არ დავიკარგები და არ გავქრები. ასეთ შემთხვევაში ის თამამად იწყებს ურთიერთობას და კიდევ მნიშვნელოვანია გამოცდილება როგორი ქონდა. თუ ერთხელ ქონდა ესე რომ თქვა მწარე გამოცდილება, აი ესეთი გახსნის საკუთარი სულის განაწილების და ეს ცუდად დამთავრდა, მისთვის მძიმედ დამთავრდა, დაშორება და ღალატი და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი უფრო ჩაიშეტოს და ეშინია, ნახეთ რისი ეშინია, ეშინია თავიდან არ ეტკინოს, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია. ეს არის დანაკარგის რეაბილიტაცია დიდი მადლობა. საოცარი სიტყვები ახსენა საკუთარი სულის გაზიარების. ხო, მე ვუსურვებ ყველა ადამიანს, ვისაც არ ყავს მეორე ნახევარი, მალე ეპოვოს ისეთი ადამიანი თავის ცხოვრებაში სულს რო გაუნაწილებს, ხო? და თურმე სიყვარულიც ისევე როგორც ყველაფერი ოჯახში ისწავლება. ოჯახში ისწავლება და დავამატებ თუ შეიძლება ერთი ნადადება. მე რა თქმა უნდა გეთახმებით უსურვებ ყველა ადამიანს და უსურვებ იცით რა ზაი როცა ნახავენი თავის მეორე ნახევარს მაგრამ ჩასჭიდონ ხელი და არ გავიშვან ბოლომდე და მთავარია ერთგულები იყვნენ ერთგულები იყვნენ და პატივი სცენ საკუთარ არჩევას. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო რუსუდან გემშვიდობებით. რუსუდან კიჭიყმაძეს ფსიქოლოგს მასპინძლობდით, სიყვარულზე საუბრობდით. დაგიბრუნდით. ასეთი ფრაზა ვახსენეთ, რამდენიმე წუთის წინ ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, სწორედ ამ ფრაზით თავდება ბევრი ზღაპარი და ბევრი ანიმაციური ფილმი, რომელთაც ბავშვობაში ვუყურებთ და ვინსპირირდებით, ხო? და თავარი შეკითხვები ჩნდება აქა. შემდგომ რა მოხდა? ზუსტად, აი მერე იწყება ყველაზე საინტერესო, ხო? რომელი მხარე მიდიოდა კომპრომისებზე, როგორ გადალახეს კრიზისები, ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიაროთ იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, კომპრომისებზე დაბალანსებულად მიდიან და ინარჩუნებენ ურთიერთობას აბსოლუტურად რაციონალურად, მას მერე რაც ეს ბიოქიმიური რეაქციები გაივლის, რომლებზეც სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდით. როგორ შეისისხორცეს ერთურთი? როგორ შეისისხორცეს ერთურთი, თავიანთი სიყვარულის ფორმულას გაგვიზიარებენ ჩვენი სტუმრები, მანანა ინწკირველი და ზურაბ ქარცევაძე, გეოგრაფიის პედაგოგები. მობრძანდით ქალბატონო ბატონებო. წლებია ერთად ხართ და შესანიშნავად გამოიყურებით. მოსწავლეები ამბობენ, ეს არის წყვილი, რომელთა შორის დღემდე იგრძნობა ეს ბიოქიმიური რეაქციები და ურთიერთპატივისცემა. აქაც შემოიტანეს. აქაც იგრძნობა ეს ყველაფერი და სხვადასხვა შორის ამბობენ, როცა ერთი პროფესიის წარმომადგენელია წყვილი, ამ შემთხვევაში ახლა ორად იყოფა აზრები. ზოგი თვლის, რომ ამ შემთხვევაში კონკურენცია შეიძლება გაღვივდეს და ცოტა კონფლიქტი წარმოშვასო, თუმცა მეორე მოსაზრება არის ასეთი, რომ პირიქით ერთ ტალღაზე იმყოფებიან, ერთმანეთის შრომას მეტად პატივსცემენ და ბევრი საერთო როცა აქვთ, სასაუბროც ბევრი აქვთო. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ გაიცანით ერთმანეთი და შემდგომ ეს ერთი საერთო პროფესია რა გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობას, ესეც გითხარით, ქალბატონო მანანა თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ჩვენი ისტორია დაიწყო, ჩვენ კურსელები ვართ. თავდაპირველად, როდესაც საბუთები ეს იყო უკვე გარგახნის წინ, საბუთები შემქონდა ინსტიტუტი იყო მაშინ შოთა რუსთაველის სახელობის. ჩემი სპეციალობა იყო ქიმია ბიოლოგია, რაც მიზიდავდა ბავშვობიდანვე. აი, როდესაც მივედი და საბუთები უნდა შემეტანე, ეს სპეციალობა იმ წელს არ იყო.
და იყო გეოგრაფია, ბიოლოგია. ეს საბედისწეროა. ხო, განგება მასე იდეა. იმიტომ დავიწყე ხედა და ერთი წელი ხوار დაველოდებოდი ახლა ის სპეციალობას და შევიდა და გეოგრაფია, ბიოლოგია და ერთი თვის განმავლობაში მომიხდა სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი, ამიტომ ნებისმიერი საგანი ჩემთვის აწარმოადგენდა სირთულეს და ჩავაბარე მაშინდელი 4-იანი მივიღე გეოგრაფიაში, რაც უმაღლესი ქულა 5-იანი იყო. აჰა, ესეც მშვენიერი შედეგია. მე ვფიქრობ, მშვენიერი შედეგია. და მოვხდით ერთად პირველ კურსზე, ვსწავლობდით 17 იყო მაშინ შემადგენლობა. ეს რამდენი წლის წინანდელ ამბავს შეხსენებთ ბატონო ზურაბ? ეს არის 78-83 წლები, ანუ 5 წლიანი იყო სწავლება ჩვენი. და მას მე გავიდა აბა მათემატიკა ვინ ვიცით კარგად 40 წელზე მეტი, ხო? 53 წელია ჩვენ ერთად და კიდე დავუმატე 4 ან 47, 48 წელი. თითქმის ნახევარი საუკუნე ერთად არიან ჩვენი სტუმრები. აი კლასში როგორ მოხდა პირველი შეხვედრა თქვენი თვალების საინტერესო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება თუ თქვათ მეგობრობიდან გადაიზარდა. ესეც ხდება ხოლმე. ალბათ პირველი კურსიდან არც იყო შეიძლება. მე არ ვიცი, ახლა სხვა საიდუმლოება თუ არსებობს, მაგრამ დიახ. ძირითადად აი თანდათანობით რაღაც ნობა გაღვივდა, მით უმეტეს რაღაც საერთო ნიშნების გამოძებნა შეიძლება ყოფილიყო. და თანდათანობით ჩამოყალიბდა ესეთი აზრი, რომ ჩემს მხრივ ყოველ შემთხვევაში და თანდათანობით პროცესი იყო. მე მგონია. აი, შემთხვევაში როგორ იყო? ერთი ნახვით ბიოქიმია თუ მეგობრობით და ჩემ მეუღლეს დედა გერმანელი ყავდა და რუსულენოვანი იმ მომენტისთვის დედამ დაასრულა პედაგოგიური მოღვაწეობა, ლექტორი იყო. ნუ შეიძლება ნინა ლუკმანი, ვინც რა თქმა უნდა, ნინა ლუკმანი. ახსოვთ ალბათ. და რუსულენოვანი იყო და პირველ კურსზე უჭირდა ლექციების, ქართულად ზოგიერთი სიტყვები და მე რუსული კარგად მესმოდა და აი პირველი ისე შემომხედავდა და აი სიტყვამზად მქონდა რა უნდა მეთქვა, როცა თქვათ შემაჯამებლები მქონდა, ანუ ჩვენ სხვათა შორის ყავდა რუსულენოვანი ლექტორი. დიახ, ალბათო ნადეჟდა ბერიძე, რომელიც რუსულად კითხულობდა ლექციებს და თარჯიმანი მაინდა-მაინც ანანა იყო. ვიყავი და ამიტომ ცოტა შეიძლება ანუ თარგმანში შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ მე ოზურგეთის რაიონის ვაკიჯვრიდან სოფლიდან ვარ და იქ ისვენებდა ბავშვობაში მამა და დედა ისვენებდნენ აი იმ სოფელში და ალბათ შეიძლება აქედან და ისე გითხრათ რომ თავიდან თვითონ უფრო აქტიური იყო და მე უკვე ცოტა ეს კარგი, ესეც უნდა იყოს. კარგი, მე ხუთე კურსზე ვიყავით, როდესაც დავქორწინდით. ქალბატონ მანალა და ბატონ ზურაბ, ოჯახები განაპირობებენ სახელმწიფოს თლიანობაში და რთულია ადამიანმა იპოვოს სწორედ ისეთი მეორე ნახევარი, რომელიც მისი სულის ნაწილი გახდება მომავალში. საინტერესოა, როგორია თქვენი ოჯახის საიდუმლო ფორმულა 43 წლიანი სტაბილური ქორწინებისა. მოდი თქვენ გადავიწყოთ. კიდევ ვაპირებთ თანაცხოვრებას. ღმერთმა კიდევ 43 რა თქმა უნდა. ზუსტად მაგ ჩანაფიქრზე და ტრადიციულ ოჯახებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც როგორც ხედავდი თავისთავად მანანას ოჯახში და მისი წინაპრების, ასე ვთქვათ, საქმიანობაში და მოღვაწეობაში, ასევე მამა ჩემსაც ასაკოვანი კაცი იყო, როცა შეერთო ჩემი მეუღლე. და ნუ მაშინ სხვა წარმოდგენა შეიძლება არც კი ყოფილიყო ოჯახის შექმნის თაობაზე. ალბათ უბრალოდ ტრადიციებთან და ქართველობასთან დაკავშირებული საკითხები პირველ პლანზე იყო წამოწეული ჩემს მიერ, ჩემს მეუბნაში, ჩემთვის რაც უნდა ყოფილიყო, ჩემი გადასაჭრელი რაც იყო და ალბათ აქედან გამომდინარე. ქართული ტრადიციები ალბათ, როცა დავამთავრეთ, ჩემი მეუღლე მაშინ განაწილება იყო და განაწილებით მოხდა ხულოს რაიონის სოფელი ფაჩხა ასეთი და მეც წავედი, ნუ მარტო ხარ დავრჩებოდი და წავედი მეც 1 წელი უნდა გვემუშავა წესი და სოფელმა ნუ არ გამოგვიშვა და 5 წელი ვიმუშავეთ ხულოს რაიონის სოფელი ფაჩხაში, დიდი მოკითხვა, გვისმეს, აი საოცარი წლები გავატარეთ
მოკითხა ნამდვილად. ანუ თქვენს შემთხვევაში ეს ერთმა საერთო პროფესიამ დადებითი როლი ითამაშა. უკვე დიდი როლი ითამაშა 5 წლიანმა ოჯახს გარეთ, იმიტომ რომ მაშინ უკვე გამშვები პუნქტი იყო. ეხლა ყველას არ შეეძლო ეს სპეციალური საშვით გადავდიოდით საზღვარზე და ყველას არ შეეძლო ეგ გამოსვლა, ამიტომ ამან ცოტა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ინტერესებს ახლა ფსიქოლოგთან ერთად საუბრობდით იმაზე, რომ აი ამ პირველ იმპულსებს გარკვეული ვადა აქვს და რამდენიმე წელიწადში გადის და შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ აი ამ სიყვარულის პატივისცემის შენარჩუნებაზე წყვილმა იმუშაოს. აი თქვენ შემთხვევაში ასეთი არ ყოფილა. და დღემდე ასე არის, 10 წელი არ ყავდა შვილი და 10 წელი. 10 წელი არ ყავდა და შემდეგ უკვე სამი გოგონა შეგვეძინა და ამაც არც ყოფილა არც დედამთილის მხრიდან მამამთილი ადრე გარდაცვლილი იყო და რომ რაიმე თქვა ხო არის ოჯახებში დღეისათვის ზეწოლა ხდება ძალიან მეორია მაშინდელი ცოტა ეს დედაჩემი უფრო განიცდიდა ვიდრე ჩემი დედამთილი მიუხედავად იმისა რომ ჩემი დედამთილი 53 წლის იყო რომ გათხოვდა პირველად და საოცარი ქალბატონი შეეძინა პირველი შვილი და აი იქნება ყოველთვის ესე უნდა იქნება და მართლაც ეს სამაგალითოა ეს მაგალითი ძალიან, იმიტომ რომ ესეც სტიგმა და რაღაცნაირი დოგმა ამ ქვეყანაში, რომ როცა ოჯახდებენ აუცილებელია მალევე დაიბადოს ბავშვი და ქალზე მოდის ყველაზე დიდი წნეხი თუ კი ბავშვის დაბადება გვიანდება მთელი სამეზობლო და სანათესავო აქტიურდება და იკვლევენ მიზეზს რატო ხდება ეს და ამ ყველაფერმა შეიძლება უდიდესი ბზარი გააჩინოს ურთიერთობაში. რა თქმა უნდა მომავალი რო იყოს ამას ვერ ვარყოფ თუმცა არც არავისი გასაკვები ამბავი არ არის. ხოდა მაშინ ახლა ცოტა ნაკლებად დღეისათვის ყველა საშუალება იმისათვის რომ წყვილმა იყოლიეს შვილი და გამრავლდეს დავამატებ ჩემ მოსწავლეებს სულ ეუბნები რომ 2050 წლისთვის ჩვენ გაერო შეგვიტანა იმ ერთასიაში რომლებიც გადაშენების პირასაა და ეუბნები რომ სამი მყავს მე, თქვენ რამდენი ყავს მე? 3, ხო და 3-ზე მეტი უნდა ყავდეს ყველას მეუბნები, რომ გამრავლდეთ და გამრავლდეთ საქართველოს. თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ 10 წელი შვილი ამყოლია, ხო და აქედან გამომდინარე სტიგმა, რომელიც სამწუხაროდ არსებობს, მაგრამ თქვენისთან ამ ადამიანების მაგალითებზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს, ხო? აი, ქალბატონი დედა ახსენეთ, რომელიც გვიან გათხოვდა, ხო? აქედან გამომდინარე ვისაუბროთ მშობლებზეც, მათი ისტორიას მოგვიყევით, საინტერესო იქნება, ხო? დედა გერმანელი იყო, და გერმანელი წარმოშობით რუსეთის გერმანელი, ანუ თავის დროზე ვოლგისპირეთში მაცხოვრებელი. დიახ. დედის დედა, დედის მხარე და მამის მხარე ბალტიისპირეთში, აი რიგაში, სადაც რუსელი გერმანელები ეწოდებული და ეს არის რევოლუციამდელი პერიოდი, როცა ბაბუა წამოვიდა სამუშაოდ ალბათ ჯერ სანქტ-პეტერბურგში და შემდგომ განაწილებით უკვე ყაზახეთში აღმოჩნდა და აი იქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. რუსეთში ცხოვრობდნენ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის და 3 გოგო ყავდათ. თავისთავად დედაჩემი შვათანა და ეს სპეციალობა გამოადგა, ენა გამოადგა, იმიტომ რომ გერმანულია. ყველა ლაპარაკობდა გერმანულად მის ოჯახში და ომის წლებში მუშაობდა სამხრეთ ურალში, ბაშკირეთის დედაქალაქ უფას პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაშინ ინსტიტუტი იყო. და შემდგომ ახლა გაცნობა მოხდა უშუალოდ კურორტზე, იმიტომ რომ თავის დროზე ეს ეკუთვნოდა დასვენება და იალტაში მოვლილი შესაბამისი ალბომები თავის დროზე შეგროვებული სურათებით, ფოტოსურათებით. როგორც ჩანს ეს ოჯახური სიტყვა თქვენთვისაც გადამდებია. ოჯახური სიტყვა ხო ახლა საქართველოში ჩვენს ბიჭვინთაში გაიცნენ ერთმანეთი და мама უფრო ასაკოვანი იყო დედაჩემთან შედარებით. სკოლა დაარსა თავის დროზე ქვედაკვირიკეში 29-32 წლებში და შემდგომ პედაგოგიური მუშაობა ჰქონდა. კი ბატონო. საქართველოს აჭარაში ძირითადად რუსულ სკოლებში მუშაობდა და აი ეს ურთიერთობა. мама რომ გავიდა პენსიაში, მაშინ მე შევედი პირველ კლასში და დედამ რომ დაამთავრა მოღვაწეობა უნივერსიტეტში, მაშინ აღმოჩნდა. რა მაინტერესებს? ესე ორთავეს სურს რომ გკითხოთ, რა არის ის თვისებები, რაც განსაკუთრებით მოგწონთ ერთმანეთში და რა არის ის, რაც გაღიზიანებთ? აი მოდით დავიწყოთ ქალბატონმანანა. თმობია. ეს კარგია, ხო? მithმობს, კი. ცოტა მე ცოტა ფიცხი გურულია, თვითონ გურულია, მაგრამ მithმობს, აი ცოტა ზოგჯერ ეს განსაკუთრებით
ხდებოდა პატარები რო იყო ბავშვები, მიყოლებით ყავდა და ну ეს 91, 93, 95 წლები ხდებით როგორი პერიოდი იყო და ცოტა ზოგჯერ გაბრაზება რომ ხდებოდა, მე მეთქოდა 100 ჯერ უნდა მისცე შენიშნა და 101 ჯერ უნდა დააწყავ მეუბნებოდა და თვითონ ასეთი იყო. თვითონ ასეთი იყო რომ შემთხვევაში კი ბატონო, ბავშვები უნდა გავზარდოთ სიყვარულში. რა არის ის, რაც რაღაცნაირად აი გაღიზიანებთ კი არა, მიიღეთ საბოლოო ჯამში დარწმუნდით რომ ხასიათის ნაწილია და რას ვიზამთ, ხო? ესე იგი არასდროს არ უყვარდა რომ ბავშვები თქვა ვინმესთან სადმე დამეტოებიან. ანუ თქვა მის გარეშე არასდროს თქვა არ უყვარს რომ სადმე თვითონ ოღონდ სადაც გინდა ქვეყნის დასავლეთ წამოყობა, ოღონდ თვითონ უნდა იყოს. ბატონო ზურაბ, აი თქვენც მოგვახსენეთ ის რაც მოგწონს. არ გითვისებაა სხვა შეიძლება. შევეჩვია და მომწონს უკვე. ალბათ, ჩემს მეორე ნახევარში იმას აღნიშნავ, რომ გამდანობა, აი თუ ის ცხოვრებისეული რა პრობლემებიც იყო თავის დროზე, ჩვეულებრივი პრობლემები იყო, ზოგიერთი რამის შესახებ მოგახსენეთ და ალბათ ის რაც აიტანა ჩემმა მეუღლემ რა ვითარებაც იყო, ცხოვრებისეული ვითარება რაც იყო და ნებისმიერი ალბათ დალოცვილი სოფლი ნამზანდება, იმიტომ რომ ინსკრიბელია გვარად და მიტროპოლიტის საბა ინსკრიბელი სოფელი არის ეს და ალბათ დალოცვილი არის გურიაში ამერიკის საოცარი ადგილია მოვიკითხავ მიტროპოლიტი ბრძანდება ინსკრიბელებს და მოვიკითხავ. იცით რა დღეს ძალიან ბევრი ოჯახები ინგრევა სამწუხაროდ. ჩვენ დღეს დაუთმეთ მარადილ სიყვარულს თემა და არ დაგვეზარება ამ თემაზე საუბარი ანის და მე და შესაბამისად გვინდა გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. რას ურჩევდით მომავალ თაობას, ხო? რომლებიც ერთი ხელის მოსმით ანგრევენ საკუთარ სიყვარულს, ხო? 43 წელი არ არის ცოტა, კიდევ 143 კვილად შეგაბეროთ. თუმცა როცა დასასრულებელი უნდა დაასრულო, კიდეც არც არავის განშიტყვა, ეს ყველას არჩევანია. კი თქვენ მოხდა ეს თანხwebdra, აზრების თანხwebdra, ურთიერთპატივისცემა და როცა ამის დეფიციტია, ის ურთიერთობა განწირულია. თუმცა გავაზრებლად რო არ მოხდეს. ხო, იმპულსურად არ უნდა. ხო, აი რას ურჩევდით ესე წყვილებს? აუცილებლად უნდა დაიწყონ სიყვარულით. ერთმანეთის აი ერთი დღის ნაცნობობით ან ერთი თვის ზოგ შემთხვევაში ესეც ამართლებს, მაგრამ გაიცნონ უკეთ ერთმანეთი. უფრო უნდა გაიცნონ ერთმანეთი და თუ თქვა და თქვენ ეს არ იყოს თუ გამოსავალი არ არის, რა თქმა უნდა, თავისი გზა უნდა მონახონ, იმიტომ რომ მით უმეტეს თუ შვილები არის და თქვა მოძალადე დედას უყურონ ან მოძალადე მამას უყურონ, იმას ჯობია რომ ცალ-ცალკე იყვნენ და ისე იზრუნონ შვილებზე. თქვენ რას გეტყოდით, ბატონო? მე შემოთავად მშობლებს უფრო დიდ ყურადღებას მივანიჭებდი, რომ როგორ ზრდიან თავის შვილს, რათა შემდგომ ის შვილი, რომელიც ასეთ თქვენ რო ბრძანეთ ამ შემთხვევაში, ოჯახ შექმნის. დიახ, ოჯახის შექმნის და შემდგომ განშერობის შემთხვევაში შვილზე რას ფიქრობენ, არა, როგორც ასეთზე. ვის ხელში უნდა აღმოჩნდეს ეს შვილი? ეს ძალიან დიდი საფიქრალი არის, მით უმეტეს უმეტესობა ქორწინება სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი ქორწინება სრულდება განქორწინებით. საქართველოს ასეთ დღეშია დაქორწინების ასაკთან დაკავშირებით გეტყვით, ეს არის 29-30 წელი მანამდე წარმოუდგენელი იყო ასეთი რამე ჩვენ პერიოდში. დაქორწინებას ეს კარგია. ერთის რაციონალურ ასაკში წყვეტს ადამიანი და არა ბავშვობაში, როცა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის ფაქტი. უმაღლესი დასრულებული, სამუშაოს რეალიზებული დიახ, რეალიზებული ბინა, ავტომანქანა, სამსახური, მაგრამ მეორე ეს სხვა დემოგრაფიულ პრობლემას ხნის ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ გეოგრაფიის მასწავლებლები ვართ და ამიტომ აი ამ სხვა კუთხით გვინდა რომ თქვა, იმიტომ რომ საქართველოს ცდება გამრავლება. მოსასწრებელია, როცა დროზე ასე ვთქვათ ადრე ქორწინდებიან უფრო ცოტა ადრე მაინც იყოს ასეთი რამე ან სახელმწიფო პროგრამა იყოს, ხელშეწყობა იყოს ამის. ეს მაინც ინდივიდუალურია ძალიან ძნელი თანამედროვე საზოგადოებაში მსოფლიოს გადასახედიდან გამომდინარე ძალიან ძნელია მაგის განხორციელება, მაგრამ ალბათ რაღაც უნდა იყოს ჩვენ მენტალობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება გამრავლება და ჭირდება. დიახ. აი პირველად ემოციებს როგორ ინარჩუნებთ, რომელიც იმ კურსზე დაიბადა, საინტერესოა. ამხნევებთ თუ არა თქვა ერთმანეთს, უწყობთ თუ არა სულ რაღაც მახსოვდეს ახლა ემოციები იყო.
არა, ის აჩამქრალა ისა. ეს არის მთავარი, ეს არის სკოლის ყველა შეკრებაზე, ყველა სადმე მიდის სკოლა ერთად ურთიერთობაშია საერთოდ ძალიან ჩვენი პირველი საჯარო სკოლა ამ ხრივ ძალიან გამორჩეულია ვიტყვი. თანადგომა, მეგობრობა, რა ვიცი, მოსწავლეებიც თუ არ მიწყდნენ სხვა სკოლები გამორჩეულია და აი გვერდში დგომა იციან და სიყვარულის აი თავიდან აი გეოგრაფიის თქვა როცა სწავლას ვიწყებთ, ასე ვამბობთ რომ ნუ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რუკას და ვამბობთ რომ რუკა ეს არის გეოგრაფიის საერთაშორისო ცნება. ანუ საერთაშორისო არის რუკა ზოგადად, იმიტომ რომ აი შვილიშვილები, როდესაც ჩვენთან პატარები და სულ რუკებია ჩვენთან გაფრენილი და სათამაშო დევს, მაგრამ პირველ რიგში მიდიან რუკასთან. იმიტომ რატო ისი იქ ხო ფერადია. აი დაბლობები, სხვადასხვა ფერად, აი ეს მოსწონთ. აი თან დიდი კედლის რუკა გვაქვს და აი პირველად აი შემეუღლეს არ წყინდება. საათობით შეუძლია უჯდეს და აი როგორ და სხვათა შორის ერთი უმცროსი გოგოშვილი არის ასეთი თამაშები არის დროშა სახელმწიფო 3 წლის ნახევრის არის. ჩვენი დამსახურება არ არის ნამდვილად ჩვეულებრივი დამსახურება. ისე იგი აიღებს და ეუბნება ეს ირანის ეს ნუ გავგიჟდი პირველად რო გვანახა და თუმცა მე მაინც მგონია თქვენი გავლენაც იქნება გეოგრაფიის გენეტიკა გადავიდა მაგრამ მაინც ჩვენ საგანს ჩვენ უწევთ მაინც ყოველთვის პოპულარიზაციას და მინდა რომ მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ცხოვრებაში მთავარია პიროვნება ჩამოყალიბდეს და დანარჩენი ახლა გეოგრაფია ეწოდინება თუ არა რო დაждდება და თუ მოისურვებს რა თქმა უნდა გადაუჭრელი არაფერია. საგანი იყო ძალიან მიუღებდა გეოგრაფია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ბევრისთვის იქნება შთაგონების წყარო თქვენი ურთიერთობა. თითქმის ნახევარი საუკუნე ისინი ერთად არიან. 4 დეკემბერს ვესრულდება 43 წელი კოცინები. კი ბატონო, და ამართლებას სწორედ ამ ზღაპრების ბოლო ფრაზას ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ძალიან დიდი მადლობა. აიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობა ბედნიერებას მადლობა თქვენ მოწვევისთვის. განვაგრძობთ გადაცემას. ეხლა ვისაუბრეთ თემაზე, რომელიც არც ისე შორს არის სიყვარულისგან. ეს არის ხელოვნება, მუსიკა, წარმატება. როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ჩვენი პირადი კარიერა მოვაწყოთ ისე, რომ ამან არ შეგვიშალოს ხელი, ხო? თქვათ, სიყვარულში, ოჯახის შექმნასა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით რთულია ხოლმე წარმატების მიღწევა სახელოვნებო სფეროში, ხო? სადაც გულისხმობ იმას, როდესაც შენი ნიჭი თვითონვე გზღუდავს და რაღაც წნეხს კიდებს ხოლმე. ყველა გეუბნება, რომ შენ ნიჭიერი ხარ, უნდა მოახდინო შენი ნიჭის რეალიზება და ასე შემდეგ, ხო? ასე დროს ზოგიერთ ადამიანი ითრგუნება ხოლმე. ძალიან დავთქუნა, ზოგადად პოზიციონირება, ავანგარდში დგომა, მუდმივად შეინარჩუნო აქტუალობის ნიშა და იყო მოთხოვნადი, იყო დაფასება ძალიან რთულია, გიო მით უმეტეს სახელოვნებო სფეროში, სადაც უბრალოდ შეება ვიღაცამ გითხრას, რომ შენი ნამუშევარი არ მოსწონს, იმიტომ რომ ეს არის მისი სუბიექტური აზრი და გიწევს, რომ დაიცვა შენი ნამუშევარი, რომელიც შვილივით გიყვარს. ასევე ხდება ჩვენი სტუმრის შემთხვევაში ნიკა მელია შემოგვიერთდება ანიმაციური კინოს რეჟისორი, ანიმატორი. რა ვთქვი? ნიკა მელაძე, რომელიც საინტერესო გზა გაიარა ანიმაციიდან მუსიკამდე, ხო? ანიმაციიდან მუსიკამდე, კი ბატონო. ეს თან კარგია, თან კითხვები მიჩნდება, აი რატომ ჩამოშორდით ამ ანიმაციის სფეროს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა გაჩადებული თქვენს ნამუშევრებში, რომლებმაც არაერთ ფესტივალზე გაუთქვა სახელი ჩვენს ქვეყანას. მოდით დავიწყოთ 2015-14 წლებით, როცა თქვენ გაგიჩნდათ ინტერესი ანიმაციის მიმართ, ჩვენ კადრებსაც ვხედავთ. სწავლობდით ანიმაციის სკოლაში ხულოში, ხო? მოგვიყევით. ვა, გამარჯობა პირველ რიგში, გამარჯობა ტელემაყურებელს თქვენს 2017 წლიდან დაიწყო ხულოს სამხატვრო სკოლაში ანიმაციის შემოსვლა. არ იყო, რა თქმა უნდა, სულაც. მანამდე ისწავლებოდა, რა თქმა უნდა, მუსიკა, ხელოვნება, ხატვა, ფერწერა, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც თუ ხელოვნებას მთლიანად ავსებს. დიახ. 2017 წელი იყო ისეთი წელი, რომელმაც უკვე განვითარება მიცა ხელოვნების კუთხეში ჩვენს სამხატვრო სკოლას. შემოვიდა ანიმაციური
ეს იყო ბატონი ზურადი ესამის ინიციატივა და მისი მეგობრების და მისი კოლეგების ბატონი ზურადი მოარსენი კი ბატონო რომლებიც თბილისიდან ბათუმიდან მასწავლებლები გვერდებოდნენ რა თქმა უნდა იქ მასწავლებელი ვინც იყო ანიმაციის არა უბრალოდ ხელოვნებას ასწავლი და თვითონ მასწავლებელმა შეისწავლა ჩვენთან ერთად ანიმაცია მამუკა ჯორბენაძე რომელიც დღესაც გვერდში მიდგას და პატივს მცემს და რა თქმა უნდა ეს მიხარია და გვერდში დგომა დღესდღეობით ძალიან ისეთი თემაა და სიამოვნებს რომ ამ ყველაფერს ჩემთან ერთად გაიზიარებს და 2017 წლიდან გაიხსნა სადაც მოსწავლეებმა მიიღეს თვითონ ამ ანიმაციის თემაში მონაწილეობა სადაც იყო მე არჩევით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მსურველი იყო და ამათ შორის უნდა არჩეულიყო მოსწავლეები სადაც შეეძლებოდათ მასწავლებლებიც რა თქმა უნდა ნიჭს ხედავდნენ მათში და ვინც რომ უფრო ცოტათი ისე დაკავშირებით მიხვდებოდა, ჩაწვდებოდა ას თუ რას გვეუბნებოდა ანიმაცია, იმის დამიხედვით ირჩევდნენ და აი თქვენს შემთხვევაში მოგვიყევით აი ამ ეგრეთ წოდებული ეს სიტყვა სამხომი ინსაიტი, ხო? აი როცა გქონდება განათდა და ვიხვდით რომ თქვენ მოგწონთ თხრობის ეს მანერა. დიახ, მაგ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ის თქვა, რომ რა თქმა უნდა მე სიამოვნე ეს კითხვა, იმიტომ რომ სად ვიყავი მაგ კითხვისთვის, სად ვიყავი ძალიან გულით რომ გამეცა მაგ კითხვაზე პასუხი. რა არის იცი, ანუ ხატვა ხელოვნება ჩემთვის არის ისეთი შეხედულება, სადაც რომ შეგიძლია გამოხატო თუ ვერ გადმოსცემენით, შეგიძლია ნახატით, შეგიძლია მუსიკით. ხელოვნება რაც რომ შეიძლება ხელოვნება პირველი ეს არის რომ ადამიანის სულს გამოხატავს და ასე შემიძლია აღწერო ეს ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე და აი ზუსტად ანიმაცია ისეთი თემა და ისეთი აზრი და ისეთი ის არის სადაც შეუძლია გააცოცხლოს თავისი ფიქრები, აზრები ადამიანი ვინც შეეხება მას, ვინც შეეცდება რომ დახატოს ანიმაცია, გადმოცეს ნახატით არა უბრალოდ მოქმედებით უკვე და შესაძლებლობა მოგვეცემა ანიმაცია არის აუდიოვიზუალ ხელოვნებაში ერთადერთი მიმართულება, სადაც აბსოლუტურად ფანტაზია შეუძლია მისცეს თავისუფლება, ანუ უკიდეგანოდ შეუძლია ფანტაზია გაშალოს რეჟისორმა. არ სიზმარი ნახე, შეგიძლია მანახო, ყველა დაფრინავს და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს რეჟისორს, ხომ? ძალიან დიდი შესაძლებლობაა. მოგვიყევით თქვენი ანიმაციური ნამუშევრის შესახებ, რომელსაც ფიქრობ ისეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კონცეფცია აქვს, ეკოლოგიაზე ზრუნვა, თანამედროვეობის გამოწვევა და აი ამ ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. ვიზრუნოთ ჩვენს დედამიწას. დიახ, პირველ რიგში იმისათვის იყო ფილმი დაუდევრობა, იმიტომ დაერქვა, რომ ანუ ჩვენ ხედავთ, ჩემ ფილმში არიან მონადირეები, რომლებიც დღესთან უფრო ახლოს არიან, დღესთან დაკავშირებით უფრო მათ უწევთ ასე ვთქვათ, შეხება, ხშირი შეხება და ამიტომ ავიღეთ ამ ფილმში მონადირეები, რითაც უფრო მეტი ყურადღება მათ უნდა მიაქციონ. ეს კადრი ძალიან ხო, კი ბატონო, სადაც არის ფრის, უბრალოდ ის არის კადრი, სადაც გამოხატავს იმას, რომ ელემენტარული ყველა ტყეში თვითონ ტყეში რომელიც საერთოდ არაფერი არ წარმოადგენს, არაფერი არ არის, სულიერება არის, ვინც რომ გზნობს მაგას, რა თქმა უნდა, იქ ბუნება, სიმშვიდე 1000 რაღაცა, უბრალოდ იქაც კი ყურადღება ჭირდება. ვინმე რომ ვერ ხედავს, იქაც კი ყურადღებას საჭიროებს რაღაცა ჩვენი ადამიანები. ჩვენი პერსონაჟი ეს ანგარიში მიუცემლად მოისვრის სიგარეტს და ეს გამოიწვევს უშველებელ ხანძარს და ნადგურდება ტყის რაღაც ნაწილი. აი ამ ფილმში მაგის გეგმა იყო ასეთი, მასწავლებლებმა მოგცეს გეგმა, დავნაწილდით ჯგუფებად, გუნდებად, ჩემი მეგობარი იყო მუხრანი პაქსაძე, ვინც რო ხატავდა ჩემთან ერთად და უნდა გაგვეკეთებია ისეთი ანიმაცია, სადაც ენის გარეშე, ანუ ჩვეულებრივად ლაპარაკის გარეშე გადმოგცემდით იმას თუ რას ვფიქრობდით ნახატებით. 12 ნახატი ჭირდება ერთი წამის რო გადმოოცე ერთი წამი 12 ნახატი ჭირდება. თითქმის 3 წუთამდე არის ეს ფილმი, წელზე მეტი დაგვჭირდა ამ ფილმის. ანუ რამდენი ნახატი გამოდის? ხო, კი ბატონო, ძალიან შრომატევადი იყო, ძალიან შრომატევადი. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ხდება ადამიანი თუ შენ რა გადმოეცი და ყველაზე დიდი სიამოვნება ის არის რომ ამ ფილმს როცა უყურებ შენ ახსნა აღარ გიწევს და ხდება ადამიანი თუ ანუ რაღაცა გამიკეთებია რაღაცა შევძელით ერთიანი ძალობით და ერთიანი გვერდში დგომით და ეს სასიამოვნოა რა თქმა უნდა და პოპულარობაც მოგვიტანა ჩვენმა ფილმმა აჭარის ტელევიზიასთან ვიყავი სტუმრად ეს მაშინ 3-4 წლის უკან ეს თოფუსის პერიოდიც დაიჭი კი ბატონო უბრალოდ კორონას პერიოდები იყო სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ წასვლა თორე დაგვპატიჟეს იქაც მოგვიწვიეს
რაღაცა და ვერ მოვახერხეთ იქ ჩასვლა, მაგრამ ნასიამოვნები იმით ვარ, რომ დაფასდა იქაც გაგვიგეს და ანუ მთელი ეს მთლიანი სოფლიო რო ავიღოთ, ადამიანები სიყვარულს თუ გძნობ, თუ შეგიძლია ოდნავ თუ რაღაც ადამიანს გადაცე, შეძლებ აუცილებლად სადაც გინდა იქ იყო. ადამიანობა პირველ რიგში ვთვლი ამას და იქიდან გამომდინარე იმ სიყვარულით, გულით, ჩადებით, იმ შრომით და რაღაცა სიამოვნებს რა თქმა უნდა და ვთვლი რომ საჭირო იყო არა ჩემთვის, არამედ ჩემ გვერდში მდგომი ადამიანებისათვის, ვინც რომ გვერდში მედგა, რომ იმათვის წარმატება იყო ესეც. და ამდენი წარმატების მერე ამ ხელშრომა ჩადებული, ალღო აღებული, რატომ იცვლით გეს? სამწუხაროდ არ არის ისეთი განვითარება ჩვენს სამშობლოში, კი ბატონო, და არ არის მარტივი. ანუ თუ რაღაც გინდა შეძლო, თუ არ გაგაჩნია პატარა ფინანსი, პატარა რაღაცა, შენით ვერაფერს ვერ გააკეთებ. ანუ ყველას რაღაც ხრივ დრო არ აქვს შენთვის. ყოველთვის ყველას თავისი საქმე აქვს. კი ქართველები ისეთი ერი ვართ, რომ ოჯახი, იქ 1000 რაღაცა, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანს გიდევს სულში, გულში ის წინსვლა, რაც რომ გინდა რომ გააკეთო და რასაც გინდა რომ მიაღწიო. ზუსტად ეს იყო ფილმშიც ეგეც გამოვხატე, რა თქმა უნდა რომ გადაიწვა, კი მოხდა ასეთი რაღაც დაუდევრობა მოხდა, მაგრამ დაუდევრობა იმიტომ ქვია რომ მათ შეძლეს ახალად ერთიანი გვერდში დგომით და პატივისცემით ააყვავეს ყველაფერი. ანუ მასეთი გზა გასავალია ზუსტად რომ ანუ ყველაფერი შეიძლება რომ წამოგრა ფეხი დროებით, მაგრამ თუ შენ წამოდგომას არ ისწავლი, აზრი არ იქნება ყველაფერს. ნიკა, საინტერესოა თქვენ ანიმაციაში მოღვაწეობთ, ასევე ახლა მუსიკას ეზიარებით. ეს ორი სფერო მაინც რო შევატაროთ ერთმანეთს, ხო? თქვენ ფიქრობთ, რომ მუსიკის სფერო შესაძლოა უფრო წარმატების მომტანი იყოს დღეს ახალგაზრდასთვის? ვთქვათ, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც რჩება დღეს ისევ ანიმაციაში? მოსწავლეებს, სტუდენტებს. საინტერესოა ეს ორი სფერო რო შევატაროთ ერთმანეთს თქვენი მოსაზრება. კი ბატონო. ანუ პირველ რიგში ყველაფერში თითქმის ვხედავ ხელოვნებას. არ ვიცი როგორ გაიგებს ამას, მაგრამ აი ყველაფერში შემიძლია რომ თვით შრომაშიც შემიძლია რომ ხელოვნება დავინახო, სიმღერით, ღიღინით, რაღაც ყველაფერში ვცდილობ რომ ხელოვნურად ისე შევხედო ყველაფერს, აი ნათელი ფერებით და რაღაცა ეს განწყობაზეც მოქმედებს თვითონ არამედ შენი, არამედ პირადად ვინც ირგვლივ არსებობს და ვცდილობ რომ ვიყო მოტივირებული. ჩემმა ნახატმა ერთი ეს გავაკეთე, კი რა თქმა უნდა მქონდა გეგმებიც, სადაც უნდა გამეკეთებია, უფრო მრავლად და რაღაცა, უბრალოდ ამ კორონობამ რაღაცა დრომ და რაღაცა ფაქტორი, კი ბატონო, ხელი შემიშალა და უბრალოდ გაჩერება მომიწია ამასთან დაკავშირებით და როცა გავჩერდ, მე სახელმწიფო სკოლის განვითარება დაიწყეს სამშენებლო რაღაცა და ტყუილად რო არ დავკარგო მეთქი, მოვიხადე ერთწლიანი ჯარი, რაც რომ საჭირო იყო და რაც უნდა გააკეთოს ყველა ქართველმა კაცმა ადამიანმა, ისევ ჩემთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და მაგის მერე რო ჩამოვედი, უკვე ცოტა სხვადასხვანაირად მომიწია. ჯარის მოხდა ვახსენეთ და რა გასწავლათ ამან? აი ამ ერთი წელია ხომ დაახლოებით. გაიხსენეთ თქვენ თავი ჯარამდე ჯარის მერე რა სულის ის თითქოს აღვიძებს მართლაც ამ პატრიოტიზმს ალბათ და საკუთარი თავით და ძალებით გამოცადეთ ალბათ ფიზიკური შესაძლებლობები. პირველ რიგში როცა გადავწყვიტე რომ ჩემი ნებით წავსულიყავი და არ დავმალულიყავი რაღაცა მიზეზების გამო გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და მშობლებიდან, მეგობრებიდან შორს ყოფილიყავი. პირველი მიზეზი ეს იყო, მშობლებიდან, მეგობრებიდან ყოფილიყავი შორს და ერთი მიზეზიც იყო ის რომ მაღალმთიან აჭარაში ვცხოვრობ, მე ხულოში გაზრდილი ვარ, 12 წელი დავასრულე და შეყვარებული მყავდა თბილისში და ვერ ვახერხებდი იქ ჩასვლას. იყო რაღაცა მიზეზების გამო და ერთ-ერთი მიზეზიც სიყვარულმა გამაკეთებია რომ გადამედგა მასე მარტივად და ამაყად და როცა ჩავედი ერთწლიანი ჯარი რომ მოვიხადე, ის იყო რომ კორონა რო დაედარა, პირბადეებით რაღაცა და არც მნახველები, როცა იმედი მქონდა რომ იქ მაინც შევძლებდი პირველად მენახა. ცოტა მიახლოებოდი, ხო? ჯარის სახურები. უფრო ჩაკეტილად ვიყავი და რა თქმა უნდა გამიჭირდა ეს. იქიდან დავიწყე უკვე ლექსების წერა ჯარში, იქიდან დავიწყე რაღაცა ფიქრები, აზრები და მაგან მარტივად შემაძლევ, აი მარტივად შემახდა ეს ისტორია როგორ დასრულდა? ბეჭედს ხედავ თქვენს. რა თქმა უნდა, როგორც უნდა დასრულებული იყო, ისე მერც დიდი მადლობა და ჩემს მეგობრებს, ვინც ჩემამდე პატივისა ყურადღება მიაქცია და რა ვიცი, დღეისობით ბაღანასაც, ბავშვსაც ველოდებით, უკვე დღედები მამა გავხდები. შინო დღეს როგორი გადაცემა გამოვიდა, ხო? აი სიყვარულზე აგებული თავი და სიყვარულია ლაიტმოტივი. ნამდვილად,
საოცარი ენერგეტიკით გახვალ შენ და მეც ამ სტუდიიდან, თუმცა მართლა სიყვარული არის ის ძალა, რომელიც ატრიალებს ჩვენს პლანეტას, ჩვენს სოფლიოს და მათ შორის ჩვენს გადაცემას. კი ბატონო, უღმესი მადლობა ნიკა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა იმ სწორი აქცენტებისთვის, რომელიც წინა ფლანგზე წამოწიეს. სამწუხაროა რომ ანიმაცია და ანიმატორობა ზოგადად არ არის სათანადოდ დაფასებული ჩვენს ქვეყანაში და ბევრს ეს მარტივი საქმე გონია და ანიმაციების არ არის მხოლოდ ბავშვების თავშესაქცევი და როგორც მინიმუმ 1 წუთში 12, 1 წამში 12 ნახატი იხატება და წარმოიდგინეთ რა კოლოსალურ შრომასთან გვაქვს საქმე და სასიამოვნო იქნება თუ ამ ადამიანებს შეეძებათ საშვებად საკუთარი რესურსის წარმოჩენის. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გვისურვებთ, დროა ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ სიყვარულის ნოტაზე გემშვიდობებით. ახლა